მის ლექსებში ძალიან კარგად ჩანს სურვილის და სიკვდილის ინსტინქტი. ეს ლექსი გამახსენდა და მე ეს ბოლო 3 დღეა ეს ლექსი თავში მიდრეალებს. პოეტი ტერენტი გრანელი ფსიქიატრულ დაწესებულებაში იწვა. ჩემგან ყველაფერი შორს არის სარეცლისა და სასაფლაოს გარდა. ტერენტის ლექსების გამოქვეყნება პრაქტიკულად შეწყდა 21-26 წლის შემდგომ. და ამ პერიოდში საინტერესო ის არის, რომ მისი შემოქმედება კიდევ უფრო სევდიანი გახდა. იმ ფსიქიატრიულში და ზოგადად საავადმყოფოში ის აგრძელებდა წერას. გადარჩება ექიმებს ეკითხება ჩემი და გადარჩება გმინავენ ლაზარეთის კედლები. მოგესალმებით ყველას, ვისაც ლიტერატურა მოწონს და არა მარტო ლიტერატურა. გამოიტანა, ეს თქვა, გავუყო საკუთარი დრო დღეს, ეს თქვა, ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ. ხაზს გავუსვამ, მე არ ვარ ლიტერატორი, ხო? ხელოვნება ვწოდებით უმეტეს. მე ვარ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკოსი ვარ, გიორგი მქვია. დღეს ჩვენ ვექნება საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ ლიტერატურა როგორც ასეთი და წიგნი მათ შორის, რომელიც გვეხმარება. წიგნს ხაზი გავუსვი, იმიტომ რომ ონლაინად ვკითხულობთ, მაგრამ წიგნს მაინც თავისი ეფექტი აქვს. აქვს თავისი ეფექტი, თავისებურად. როგორ ვეხებით, რა ტექსტურის არის და ასე შემდგომ. გვაძლევს საშუალებას უფრო ღრმად წავიდეთ. თუმცა მე წინააღმდეგი არა ვარ ონლაინ წიგნების პირიქით, იქ ბევრი რაოდენობა და შეიძლება 20 წიგნი წაიღო თან და წაიკითხო თუ ახერხებ კითხვას. ამ ჩვენი დროიდან გამომდინარე. ორ შემთხვევაში მე ესე თქვა არ ვარ მომხრე ChatGPT-ში ჩაბდოთ და იმან საგვიკითხოს და შინაარსი მოგწეს. რო გითხრას რომ აი ამ თემას აი ეს იდეა ქონდა და ამით დავკმაყოფილდეთ რომ მე სამეგობროში დავждდეთ და ვთქვათ რომ აი ეს წიგნი წაკითხული მაქვს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საკითხები ესე პირად ვისწავლე. ჯობია ისე ვთქვა რომ არ წამიკითხია. აქედან გამომდინარე დღეს ობიექტურ რეალობაში ვისაუბრებთ თვითონ ლიტერატურას რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში და თვითონ პოეტს წერალს როგორ შეიძლება პოეტმა და მწერალმა გადმოიტანოს თავის შინაგანი სამყარო ისე რომ ის გახდეს მოსახლეობის ან ნახევრის ან ცოტა მეტის ნაწილი. და ერთგვარად გამოიწვიოს ასოცირება საკუთარ ცხოვრებასთან, ან საკუთარ განცდასთან, ან მოახდინოს პროექცირება იმ პროცესებთან, რომელიც ჩემს შიგნით არის და მიჩქმალულია. და არსებობს ესეთი კარგი მეთოდი ფსიქოთერაპიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, ეს არის ბიბლიოთერაპიას უძახიან. ასეთი მშვენიერი მეთოდი არის. ბიბლიოთერაპიას როცა ვამბობთ, არ ნიშნავს ბიბლიის კითხვას, მხოლოდ პირობითად თუ ეს განცდა გაუჩნდა, ან რელიგიურ კუთხეს არ ნიშნავს. ბიბლიოთერაპია ნიშნავს გარკვეული წიგნების შერჩევას წინასწარ და ჯგუფურად მის წაკითხვას, დამუშავებას, გათამაშებას, რომელიც მე ეხმარება ჩემი შინაგანი სამყაროს გამოტანას გარკვეული გმირების პროტოტიპებით. ძალიან ესეთი კარგი ეფექტური ნაწილი არის. როდესაც მე მითხრეს რომ მოგიწევს, შემომთავაზეს თუ გსურს რომ მიიღო ამ ციკლში მონაწილეობა, მე დავეთანხმე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საინტერესო პროცესია თავის მხრივ. და მე რომ ვიფიქრე, როგორ შეიძლება ჩემი წვლილი ამ ციკლში შემეტანა და რა კავშირი აქვს მაგალითად ფსიქოთერაპიას და ფსიქოანალიზს ლიტერატურასთან. გადავწყვიტე ამ კუთხით გამეკეთებინე და ერთ-ერთი ყველაზე ქართული პოეტებიდან, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, ესე ვთქვათ, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს ადამიანის ფსიქიკურ სამყაროს. იყო ტერენტი გრანელი. ყოველ შემთხვევაში
ჩემი სუბიექტური აღქმიდან გამომდინარე. რატომ? იმიტომ რომ მისი ცხოვრება, შემოქმედება არის მისტიური ერთი მხრივ. მეორე მხრივ არის ტრაგიკული. და საკმაოდ დიდი ტრაგიზმს ატარებს. ყველა გაგებით. მათ შორის იყო ერთგვარი მსხვერპლი რეპრესიების საბჭოთა სისტემის პერიოდში. და საკმაოდ აქტიური და მოსაზრებაც არის, რომ მისი ესე თქვათ ფსიქიკური სიმწვავის და მათ შორის მისი მოხვედრა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთ-ერთი განმაპირობებელი იყო ეს თქვათ დევნის და გარიყვის პროცესი. თუმცა მე ვისაუბრებ ამაზე, თუმცა ჩემი ხმარწმენით თავდაპირველადვე არსებობდა რაღაცა ფსიქიკური სიმძიმე, რომლის მატარებელი იყო, უბრალოდ ჭირდებოდა ერთგვარი ჩამრთველი, რომ ეს გაშლილიყო. ეს რომ ჩამრთველი არ ყოფილიყო, ალბათ არც არაფერი იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამაზე ვერ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ ის რეალობა არის, რაც გვაქვს. და საინტერესო ის ფაქტია, რომ დიდი შემოქმედებისთვის საჭიროა ცოტა გასულიყო ნორმიდან. ახლა შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, როცა ვლაპარაკობ ცოტა გასულიყო ნორმიდან, ეს არ ნიშნავს რაიმე სახის სტიგმატიზაციას ან შეურაცხყოფას, ხო? ცოტა ახლოს უნდა იყოს იგივესთან, მოკლედ უხეშად რო ვთქვათ. და მის ლექსებში ეს საკმაოდ კარგად და აქტიურად ჩანს. მე როცა ასე ვთქვათ, დავჯექი დავიწყე წერა, გაირთმა კიდეც. დავიწყე წერა და მოძიება რაღაცების და ჩემი ესე ვთქვათ, სტრუქტურის შექმნა, მომივიდა ესეთ თავში ესეთი მდგომარეობა და ეს შემდგომ ეს გამყვა და ერთი ლექსი აქვს ძალიან კარგი, მე თითქოს არ გამომირჩევი მხატვრული კითხვით. ამიტომ მომიტევეთ, იმიტომ ხანდახან რაღაც ლექსები მინდა წავიკითხოთ, რომ მე ანალიზი გავაკეთოთ. ერთგვარი მცირე ანალიზი აქ არ არის საუბარი, რომ რამეს ვაკეთებთ ისიც გრანდიოზულს, ან მე რამე პრეტენზია მაქვს იმისა, რომ თავიდან ბოლომდე შევისწავლე ეს პოეტი და შემიძლია დასკვნა დავდო, რომ ეს ასეა. იმიტომ რომ ჩვენ დღეს გავაკეთებთ სხვა შეწყვეტია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ეს ლექსი გამახსენდა და მე ეს ბოლო 3 დღეა ეს ლექსი თავში მიტრიალეს და უბრალოდ გაშღერება მინდოდა, ხო? გადარჩება ექიმებს ეკითხება ჩემი და გადარჩება აქ მინამელ ლაზარეთის კედლები. ანუ ეს სიტყვები იმიტომ მოვიდა, რომ ჩემი განცდა გადარჩები თუ არა ამ ლექციის მერე იყო მწვავე. ესე ვთქვათ, ეს ლექსი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია. შემდგომ ამ ლექსს ჩვენ თავიდან ბოლომდე წავიკითხავ და შევეცდებით, რომ ანალიზი გავაკეთოთ. უხუში მე რასაც ნახე. ხო და ეს კითხვა ყოველთვის მიტრიალებდა თავში, გადარჩები თუ არა და ანუ იდეა რა არის გადარჩები თუ არა, საერთოდ არ მოკვდება, მაგრამ გადარჩები თუ არა ნიშნავს იმას, რომ ჩემი ემოციური სფერო რამდენად შეძლებს ამ პასუხისმგებლობას გამკლავებას ფოთვის გარეშე. და ერთგვარი ჩემთვისაც ეს ვთქვათ გამომწვევი იყო ამ პროცესში. ბევრი რო ვლაპარაკობ ჩემზე და გადავიდე ტერენტიზე. ნუ და იმ ხედვას, რასაც უყურებს როგორც შეიძლება შეხედოს ფსიქოანალიზმა ამ პროცესს, ვიტყვით იმას, რომ ტერენტი გრანელი დაიბადა ნუ ყველა მეტაკლებად ვიცით 1897 წელს. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და უნიკალური ფიგურა ქართულ ლიტერატურაში რეალურად. იმიტომ რომ მას ძალიან მძიმე ბავშვობაც ჰქონდა, მათ შორის შემდგომ მოზარდობაც და არც თუ ისე ნაკლებ მძიმეს დასრულობაც. პრაქტიკულად ბოლო პერიოდი სიღარიბეში გაატარა და საცხოვრისიც ასე თქვათ არ ჰქონდა. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ყველასგან იყო გარიყული. ესე ვთქვათ, ყველასგან რა, ძირითადად იმ შემოქმედებით საზოგადოებისგან, ვისაც ჰქონდა ურთიერთობა. იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ლექსებსაც კი არ უბეჭდავდნენ. ანუ ფსიქოანალიზი გვაძლევს საშუალებას, ანუ ჩემთვის როგორც ფსიქოანალიტიკოსისთვის ესე დავარქვათ, ხო? გრანელის ტექსტებში გამოსულია ყველა ის რეპრესირებული გამოცდილება, რაც ჰქონდა. რეპრესირებული ანუ განდევნილი გამოცდილება.
ბავშვობის ტრამვა, მელანქოლიური სტრუქტურა, როგორია სურვილისა და სიკვდილის ინსტინქტი, ანუ პრაქტიკულად მის ლექსებში ძალიან კარგად ჩანს სურვილის და სიკვდილის ინსტინქტი, ამ ურთიერთობის ინსტინქტი. ანუ პრაქტიკულად შეიძლება თქვას, რომ მისი ლექსები ძირითადად ორიენტირებულია ტოლვასთან, სიკვდილის მიმართ ტოლვასთან. ძირითადად. უმეტეს შემთხვევაში უმეტესი ლექსი. და განსაკუთრებით ვერ ვისაუბრებთ, არის პერიოდები, სადაც უფრო მკაფიოდ ჩანს ეს და არის პერიოდები, სადაც უფრო ნაკლებად ჩანს. დაბლარულია, თუმცა აი ეს ლაიტმოტივი თან მოსდევს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მნიშვნელოვანი ასევე ის პროცესია მის პოეზიაში სიმბოლური, წარმოსახვითი და რეალური ერთმანეთში როგორ აისახება. ანუ სიმბოლური გულისხმობთ ის, რაც ჩვენ სიმბოლოების სახით მოგვიწოდება. ანუ როგორც სიზმარში. ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით არ მოგვიწოდება რაღაცა განცდები. სხვადასხვა სახის სიმბოლოები და როცა ჩვენ მეტყველებაში ვიყენებთ საუბარში, გარკვეულ სიმბოლოებს ვიყენებთ. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. პირდაპირ არ ვეუბნებით რაღაცას ასეთ მშრალად, ხო? იმ სიტყვის იქით კიდე რაღაცა თავისი სიმბოლო დევს და ბევრი სიტყვა არსებობს ასეთი ქართულ ენაში. რაც შეეხება იმაგინელური, ანუ წარმოსახვითი, ანუ ეს არის ის პროცესი, რომელიც ჩემს წარმოსახვებში არსებობს. ჩემს ფანტაზმში არსებობს. რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს არაცნობიერთან. და რეალური. ანუ რეალური ის, რასთანაც მე კავშირი არ მაქვს, მაგრამ სულს რომ მქონდეს. აქ და ამჟამად მდგომარეობა მაგალითად. ის პროცესი, რომელიც ძალიან მტკივნეულია ობიექტურად, მაგრამ მე მიწევს მასთან ურთიერთობა, რაღაცა გარკვეული გარემოებების მიღება. პოეტი ტერენტი გრანელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იწვა, როგორც აღნიშნეთ, და ეს იყო პირველი წოლა იყო სურამი ფსიქიატრიულში. დაახლოებით თუ არ ვშტები 1928-30 წლებში მოხდა მისი დაწოლა ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ის იქიდან რაღაცა პერიოდის იქიდან გამორდის ამ დაწესებულებიდან და ხდება არამიანცის საავადმყოფოში, ხო იცით არამიანცის საავადმყოფო სადა არის? ხო, ავლაბარში. იქაც იყო ფსიქიატრიული განყოფილება. თუმცა ამ პერიოდში როცა ხდება პოეტი ამ განყოფილებაში უფრო ხდება, იმიტომ რომ მას ძიმე პნევმონია ჰქონდა, დაავადება, ავადმყოფობა იყო ძალიან მაღალი. და მათ შორის ეს განყოფილებაც იქ იყო და პრაქტიკულად იქვე გარდაიცვალა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ერთ-ერთ მონაკვეთში ის საუბრობს რაზე, რომ ერთ-ერთ ლექსში საუბრობს იმაზე, რომ ჩემგან ყველაფერი შორს არის სარეცლისა და სასაფლაოს გარდა. დაახლოებით ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ არამიანცის საავადმყოფო თუ იცით, არის ძალიან ახლოს პეტრე-პავლეს საავადმყოფო სასაფლაოსთან და ამის გარდა ეს განცდა, რომ მისთვის სიკვდილი ბევრად უფრო ახლოს იყო, ყოველთვის არსებობდა. და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ავადობა იყო მწვავე. ესე იგი, როგორც აღნიშნე, დიაგნოზი როგორც ასეთი ტერენტი გრანელი ზუსტი არ არსებობს. არ არის. ყოველ შემთხვევაში მე ვერსად ვერ ვიპოვე და თუ იქნება, ეს შეიძლება სადავო გავხადოთ და ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მისი შემოქმედებიდან გამომდინარე და მონახაზი გქონდეს მისი პიროვნების რა ემოციური ფონის მატარებელი იყო. იმიტომ რომ იმ პერიოდში თუ ლაპარაკობ დიაგნოსტიკურ ნაწილზე, როგორც ჩვენ ვიცით, საბჭოთა რეჟიმის დროს ყველას პოეტებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იყო, ყოველთვის ეკერებოდა რაღაცა ნიშა. და რახან გიჟია, უხეშად რო ვთქვათ, არ მოეკითხება არაფერი და ეს გარიყულობის კარგი საშუალება არის, კარგი საშუალებაა, რომ მართო პროცესი, ცუდი გაგებით კარგი საშუალება, რა თქმა უნდა. ამიტომ ამ პერიოდში ერთგვარად ჩვენთვისაც ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რომ რა ქონდა დიაგნოზად.
თუმცა იყო მძიმე ფსიქიკური აშლილობა და ბევრად უფრო ახლოს იყო დეპრესიულ მდგომარეობასთან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ უფრო მელანქოლიკური მდგომარეობა იყო ფსიქოტრული ჩანართებით. ჩემი გადასახედიდან. 26 წლის შემდგომ, ანუ როგორც აღვნიშნეთ, ტერენტის ლექსების გამოქვეყნება პრაქტიკულად შეწყდა 26 წლის შემდგომ. ანუ არსად არ ვლინდებოდა მისი ლექსები, არ იბეჭდებოდა არსად პრაქტიკულად. არ აქცევდნენ ყურადღებას და ამ პერიოდში საინტერესო ის არის, რომ მისი შემოქმედება კიდევ უფრო სევდიანი გახდა. ანუ იმ პერიოდში, როდესაც მასზე უარი თქვეს, ანუ პრაქტიკულად გარიყეს. მოდი ასე თქვა და შემოქმედებული, პოეტისთვის, წერლისთვის, ადამიანის, რომელიც შემოქმედებით აქტივობაშია ჩართული, მისი გვერდზე გაწევა და მისი არ დაფასება, ესე ხშირად რო ვთქვათ, მისი განცდის არ წამოწევა არის ერთგვარი ჭრილობა. განადგურება, მოდი უფრო მარტივად რო ვთქვათ და ეს უფრო არის ნარცისულ ჭრილობასთან ძალიან ახლოს დგას, რომელმაც შეიძლება ობიექტურ რეალობაში გამოიწვიოს მელანქოლიური მდგომარეობა ან მძიმე დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც კარგად არის ასახული მის, ესე ვთქვათ, შემოქმედებაში. ამ პერიოდის ლექსები მისი მძიმე ბედის, გაუცხოების, სიკვდილის თემისა და მარტობის განცდის გამოხატავს. ეს ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩანს ამ პროცესში. და თუ პირობითად ვინმე შეძლებს და მე ვფიქრობ, რომ მასზე კარგი იქნება და შევადარებთ 26 წლამდე რა იყო მისი შემოქმედებითობა და 26 წლის მერე რა იყო, ნახავთ დიდ სხვაობას. ჩემი მოსაზრება ცოტა ხანში გაგიზიარებთ და შემდგომ ალბათ ვინმე უკვე აქ ეს გაკეთებული მე იმედი მაქვს, ამ თუ არა გაკეთებული, კარგი იქნება, რომ ეს მოხდეს. იმიტომ რომ საინტერესო იქნება კლინიკურათაც, თავისებურად, კულტურულათაც, იმიტომ რომ მისმა ლექსებმა პრაქტიკულად მოახერხეს კულტურალური ტრამვის გამოტანა. ანუ პრაქტიკულად ამ ადამიანმა დაიტია საკუთარი ტკივილი და გახადა კულტურულ ტრავმად. იმიტომ რომ იმ პერიოდში ჩვენი კულტურა საკმაოდ დიდ ტრავმატულ პროცესს განიცდიდა. თავისუფლების დაკარგვიდან დაწყებული, იდენტობის დაკარგვით დამთავრებული. მათ შორის რელიგიური ნაწილითაც. იმიტომ რომ დაახლოებით იმ პერიოდში იწყება ზუსტად, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი თავდასხმა რელიგიურ პროცესზე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ტერენტი გრანელი იყო ერთგვარი იმ პერიოდის ტრაგედიის ტრავმის მატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რატომაც ხაზს გავუსვამ, რომ ეს დიდებული პოეტი დაიბადა გლეხის ოჯახში. ორ შემთხვევაში ეს ოჯახი არ იყო მდიდარი. სიღარიბეში ცხოვრობდნენ ძირითადად. და დანაკარგი, ანუ პრაქტიკულად ამ ადამიანს დანაკარგი მოყვება თან. ანუ სულ 5 წლის ასაკში დაკარგა დედა. მერე მოხდა ისე, რომ მისი დედინაცვალი იყო ძალიან იდეალური ქალი, როგორც აღწერენ და მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ლექსის აქვს მიზღდელი მის მიმართ და ძალიან მოსიყვარული იყო და ძალიან დიდი ადგილი ეჭირა მის ცხოვრებაში. მერე რაღაცა პერიოდის განმავლობაში დაიწვა სახლი, მე-6 კლასში რო იყო დაახლოებით და მოუწია სკოლის მიტოვება, თუმცა განათლებაზე უარი არ თქვა და კითხულობდა ძალიან ბევრს. მერე ჩაერთო აი დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობაზე, ქვეყნის თვითყოფადობაზე და მის გამორკვევაზე ბევრ აქტივობაში იყო ჩართული თავიდანვე ბავშვობიდანვე. და ეს ყველაფერი და ამანაც მე მიიყვანა იმ პროცესამდე, რომ სულ განცდაში იყო, რომ მუდმივ დანაკარგის განცდაში იყო და ვერ ხდებოდა აი ამის ერთგვარი გადამუშავება, გამოგლოვების პროცესი არ ხდებოდა. ამიტომ მოხდა პრაქტიკულად უნარი გამოგლოვების არ იყო და მოხდა პრაქტიკულად მელანქოლიზაცია. მისი შემოქმედების მთავარი მოტივები არის რა? მარტოობა და გაუცხოება და ძირითადად
მის ლექსებში ჩანს აქტიურად. სიკვდილის მისტიფიკაცია, სულიერი ტკივილი და სევდა. ეს ლაიტმოტივი მის ლექსებს სულ აი ამაზე იდგა. თუნდაც მარტივი ლექსებიც რომ ყოფილიყო, საბოლოო ჯამში ეს ლაიტმოტივი ყოველთვის ჩანს. და როცა კითხულობ, როგორ შეიძლება როგორც კათარზისის გასწა მოხდეს, ცრემლების წამოვიდეს, ემოციურადაც დაიღვარო, დაიცალო, მაგრამ ამასობაში შეიძლება ერთგვარი რაღაც სიმძიმე, ისეთი ტკივილის სიმძიმე შემოვიდეს, რომელიც რომლის მართვა შეუძლებელია. არ აქვს მექანიზმი დაიცვა თავი. მოდი ასე თქვათ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ყველა ჩვენთაგანს ვინც ძივართ, აქვს ჩვენ ფსიქიკას აქვს დაცვის მექანიზმები. სხვადასხვა სახის. რომელიც გვეხმარება გარკვეული ტანჯვის, გარკვეული ტკივილის, გარკვეული დისკომფორტის გადალახვაში. ეს შეიძლება განდევნით მოხდეს, შეიძლება სხვა პროცესით მოხდეს. და არის ისეთი ტანჯვა და რომელსაც თან თუ ეს ხისიამით უმეტეს, კიდევ უფრო მძიმეა. რომლის დაცვის მექანიზმი პრაქტიკულად არ მაქვს, ან არ მაქვს იმ მომენტში, ან არ ვიცი როგორ დავიცვა თავი. და არის ახლა თქვენ ვისაც გიყვართ ლიტერატურის კითხვა და კითხულობთ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას, ხო? იქ ვაწყდებით ხშირ შემთხვევაში ისეთ სულიერ ტკივილს, რომლის დამუშავება გვიჭირს. იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენს რაღაც წარმოსახვით ნაწილს ურტყამს, ან უბრალოდ იმდენად მძიმეა, რომ ჩემი ემოციური ფონი ვერ უძლებს ამ პროცესს. და მე მაგალითად მე ძალიან მიჭირს ხოლმე ხანდახან არის მომენტი, რომ დროებით ვხურავ და მე უბრუნდები, იმიტომ რომ განწყობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ მომენტში რას ვაკეთებთ? არის როცა მაგალითად ისეთი პროტოტიპები, ან ისეთი პერსონაჟებთან ვიდენტიფიცირდებით კითხვის დროს, მოგწონს, რომ შეიძლება მორალურად ობიექტურ რეალობაში მორალურად მიუღებელი იყოს. ალბათ ყოფილა თქვენს გამოცდილებაში, რომ რეალურ ცხოვრებაში საერთოდ სხვა ტიპები ვართ ობიექტურ რეალობაში, მაგრამ უკითხულობთ რაღაცა ესეთ გმირს, რომელიც არის დესტრუქციული, დამანგრეველი, ცოტა პერვერტული, ცოტა ესეთი სოციოპატის მანიშნებელი ნიშნებით და მოგწონთ. რაღაცა მსგავსებასაც გზნობთ და ერთგვარ დიდ სიმპათიასაც გამოხატავთ, თანაგრძნობას გამოხატავთ იმ პერიოდში. და მე უცბად ჩემი მორალური სუპერეგოს ნაწილი, მორალური ნაწილი ერთება როგორ. ის როგორ შეიძლება რომ მოგწონდეს ეს ცუდი პერსონაჟი ან რაღაცა საშინელი პერსონაჟი. და მე მოვდივარ ჩვენ შინაგან თავთან კონფლიქტში. იმიტომ რომ ესე იგი რა, ესე იგი მეც მაქვს ეს თვისებები აქვს. ეს ერთგვარი აღბოჩენა შეიძლება გამოდგეს. მაგრამ სინამდვილეში ხო ჩვენ შიგნით არსებობს უამრავი რამ, რასაც ჩვენ არ ვურთიერთობთ. და ეს უამრავი რამ გაზრებულიც არ გვაქვს. უფრო ზუსტად უფრო გაცნობიერებულიც არ გვაქვს. და მუდმივ კონფლიქტში მოვდივარ საკუთარ თავთან, რომ ეს არ მოხდეს, არ გამოვიდეს გარეთ. ამიტომაც ყველაზე კარგი საშუალება რა არის? სიზმარი. იქ ჩვენ, რა ვიცი, ხან დევგმირები ვართ, ხან ვიცი, ცუდები ვართ, ხან კარგები ვართ, ხან აღვირახსნილები ვართ, ხან ძალიან ესე ვთქვათ, წმინდანებამდე ვართ მისულები, ან ჩვენს წარმოდგენებში, ფანტაზიებში, ჩვენს სიმბოლურ ხატებში, ან წინგში. ეს კარგია. თუ ეს არ გთავრდება, თუ ამის იქით არ გადის. თუ ქმედებაში არ გადაგვაქვს და ის პერსონაჟი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ რომელიმე წიგნში, არ ხდება ჩვენი ნაწილი და იგივენაირად არ ვიქცევით საზოგადოებაში და ხალხში. პოზიცია იდეოლოგიური დაპირისპირება, გულისხმობ ამ შემთხვევაში ესე თქვათ, ტერენტის ხედვა
საბჭოთა კავშირის წყობის თუ იმ პერიოდის რუსეთის რეჟიმის პერიოდის პროცესში ეწინააღმდეგებოდა სრულიად და ყოველთვის პოეზია, ლექსებიც კი სხვადასხვანაირი მიწვია. არასოდეს არ დაუწერია ლექსი, რომელიც ორიენტირებული იყო ქებაზე ამ წყობის. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხედრია. მაგრამ მე როგორც ვიცი, პრაქტიკულად არ დაუწერია. და პირიქით ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს. თქვარი მიამბოხე იყო, თუმცა ამისი ძალაც არ ქონდა მე რომ მკითხო. იმიტომ რომ ამას სჭირდება დიდი ფსიქიკური რესურსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს ფსიქიკური რესურსი არ არის, ადამიანი ძალიან სწრაფად იშლება. ინგრევა. სრულიად. ისე რომ მისი პერსონის დეგრადაცია შეიძლება მოხდეს. სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით. როგორც აღნიშნეს, დევნის საბოლოო ფორმა იყო ფსიქიატრიული და როგორც გიჟად გამოაცხადეს, ესე ვთქვათ, გიჟის ხალათი ჩააცვეს, რაც, საკმაოდ ესეთი არის რა, კარგი საშუალებაა, რომ მაგრამ რა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ის არ ჩერდებოდა, იმ ფსიქიატრიულშიც და ზოგადად საავადმყოფოშიც ის აგრძელებდა წერას. წიგნის ყდებზე, ნაგლეჯზე, ფურცლებზე, ყველაფერზე რაც კი შეიძლება მოხდეს. პრაქტიკულად მნიშვნელოვანი, მე რატომ ამბობ რა არის ეს მნიშვნელოვანი? პრაქტიკულად ერთ-ერთი ხსნა მისი, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მისი მეს შენარჩუნების ცდელობა იყო სიტყვაში. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მე როგორც პიროვნება, მე როგორც სხეული, ესე დავარქვათ, ხო? გავიხლიჩო, დავინგრე. მაგრამ მე ვრჩები სიტყვაში. ლექსში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ შევეჭიდე საქმეს, რომ ზუსტად ლიტერატურა და პოეზია გვანახებს თუ როგორ შეიძლება ერთის მხრივ შენ გახდე ლექსის ნაწილი, დაკარგო თვითობა, არსებობა ესე დავარქვათ და არა ლექს წერდი, არამედ ლექსი წერდეს შენ, ესე ვთქვათ. შენ იყო იმ სიტყვის, არა შენ ხარ იმ სიტყვის მატარებელი, მაგრამ სიტყვა შედი მატარებელი და ამ დროს შენ ხრები ფიზიკურათაც და სულიერათაც, პრაქტიკულად და ეს შევხედოთ ციგიჟის ტოლფასია, პრაქტიკულად წდების სრულ რეალობას და ვთქვარი ქტომის ნაწილია. და მეორე მხარეა, როცა მე ლიტერატურა და ლექსი, ლიტერატურა და სხვა სახელმოქმედება მტოვებს რეალობაში, არ დისოცირდები, არ ვიხლიჩები, არ გავდივარ, ცოცხალი ვარ, ფუნქციონირებ და ეს არის საშუალება იმისა, რომ შევინარჩუნო სიჯანსაღი. იმიტომ რომ ამ დროს მე იმ ორომტრიას რაც ჩემს, იმ ქაოსს რაც ჩემს თავში არის, რასაც შემოაქვს ჩემი, ესე ვთქვათ, გაახლეჩა რეალურ სამყაროსაგან, გადამაქვს ფურცელზე, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან უხეშად უტრირებ ახლა, გადამაქვს ფურცელზე იმისათვის, რომ ერთი რომ გავთავისუფლდე, სრულიად გავთავისუფლდე ამ პროცესისაგან იმ მომენტში და მეორე რომ ის რაც ვერ დავიტიე, დავტიო ტექსტში. თქვა სიტყვა, რომელიც არ წაიშლება, არ გაქრება. თუ თქვენ ბავშვობაში როდესმე გიწერიათ და მე წაიკითხიათ, რაღაცა წლების მერე წაიკითხიათ, საკმაოდ ამბივალენტურ განცდებს ბადებს. ორი გვარის განცდებს ბადებს. ეს რაც ისულელებს წერდი და მეორე შეიძლება ისეთი განცდები წამოიღოს, რომ ეს როგორ გადავიარე, ეს დამეხმარა და რაღაცა ახალი დაბადოს.
შემოქმედებითობის სახით. და ზუსტად ამ პროცესში ტერენტისთვის პრაქტიკულად ლექსი არა როგორც საშუალება რეალობაში დარჩენის გახდა, არამედ როგორც სიცოცხლის არსი. ან თავად სიცოცხლე გახდა. ანუ ის თუ არ არის, მე არ ვარ. თუ ჩემი ლექსი არ არსებობს, მე არ ვარსებობ. იმიტომ რომ იქ არის ერთი მომენტი, სადაც საკუთარი თავის გამდიდებას ახორციელებს და ამბობს, რომ ჩემი გვარი ლექსში დარჩება. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მე არ ვქრები, მე არ ვკვდები. იმიტომ რომ განცდის დონეზე იმ პერიოდში სადაც ჰქონდა ეს სიკვდილის განცდა, დასრულების განცდა. რომ ვისაუბროთ, ესე კვლავ რომ დავუბრუნდეთ იმას, რომ სავარაუდოდ რა შეიძლება ყოფილიყო დიაგნოზი, ეს არის სუფთა სახის მელანქოლიური დეპრესიული ფონი. იმიტომ რომ და პლუს ფსიქოზური ჩანართები. იმიტომ რომ იყო რაღაც პერიოდი, სადაც ჰქონდათ ჰალუცინაციური მბოდვითი ნაწილი. უღონდეს იყო უფრო აგონიის პერიოდში, შეიძლება ითქვას. რატომ ვამბობთ ამას? ანუ რატომ ვფიქრობ, ჩემი მოსაზრება სრულად მე არ ვამტკიცებ ამას. ეს ჩემი ხედვა ასეთი და აქედან გამომდინარე. იმიტომ შეგვიძლია ამაზე ბევრიც ვისაუბროთ და ვიკამათოთ, ხო? ანუ პირველი შემოქმედებითობის რა დომინირებს შემოქმედებითობაში ძირითადად? ღრმა სევდა და ტრაგიზმი, გაჟღენთილია სასოწარკვეთილებით, უიმედობით, ტკივილით, მარადიული თემები, სიკვდილი, საფლავი, სიბნელე, სიკვდილის ლანდი, მემენტო მორეშიც, ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო ლექსია, ძალიან კარგად არის აღწერილი ყველა ის პროცესი, როგორ არის, ანუ საკუთარი იდენტობა, საკუთარი მე არის მიბმული სიკვდილთან. ანუ მე ვარ სიკვდილი, შეიძლება ითქვას. აქ არის ესეთი ტექსტი ჩემი გული და სისხლი ეს მემენტო მორია. ანუ აქ ამბობს რომ მე ეს ვარ. ანუ მე არ ვარსებობ პრაქტიკულად ამავდროულად ტოლვა მაქვს რომ მე ვიყო რაღაცაში. ხო? აუთსაიდერობის პოზიცია. მუდმივი განცდა რომ მარტოა და გაუცხოებულია საზოგადოებისგან. მაგრამ ეს მუდმივი განცდა რომ მარტოა და გაუცხოება არა მარტო დევნიდან მოდის, ანუ არა მარტო საბჭოთა რეჟიმული გრევიდან მოდის. ეს განცდა სულ არის. ფიქრობ ეს განცდა ძალიან ახლოს იქნება და კავშირში იქნება დედის დანაკარგთან. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დანაკარგი ობიექტის დანაკარგი 5 წლის ასაკში. როლი ძალზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მის პირველ პერიოდს ფსიქიკურ პროცესის. სამწუხაროდ მამაზე მე ვერაფერი ვერ მოვიძიე. ნუ და დამაინტერესა. იმიტომ რომ მამის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩარჩოს შექმნისთვის. თუმცა და ძალიან მნიშვნელოვანი ის ნაწილია რომ დებს ეკავათ ცოტა პათოლოგიური გადამეტებული ადგილი მის ცხოვრებაში. აი ესეთი ზედმეტად დიდი ადგილი. დიდები იყვნენ. და იქ ერთ-ერთ ლექსში ამბობს რომ ანუ ტანჯვით ამბობს რომ მე ვშორდები დებს, მივდივარ თბილისში და ეს მისი წასვლა თბილისში და დებისგან განშორება იყო აი კატასტროფულად დაუტანელი. როგორც მაგალითად აი ამ ლექსში სადაც ამბობს რომ აი გადარჩები ექიმებს ეკითხება ჩემი და გადარჩები გმინამენ ლაზარეთის კედლები. დაო შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია. განსაკუთრებით აქ მისი და ზოზიაზე, მე ზოზია ქვია მის და მისი დის მნიშვნელოვნება არის საკრალური. დიდი და ცოტა ცდება ნორმას. თუმცა ამით მე კვლავ არ ვამბობ ცუც. ანუ იმაზე მეტია რაც უნდა იყოს.
ძალიან გადააქვს და არა მარტო დედის როლში გადააქვს. უფრო მეტი, რაღაც ზებუნებრივია. რაღაც ისეთი, რაც გამოგლიჯავს სიკვდილს, ანუ მის თავს. ანუ რაღაც ისეთი, რაც მისი სურვილი გახდა სხვისი სურვილი. ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში სიკვდილზე აქვს საუბარი, რომ თითქოს და ეს დის სურვილია, რომ გადარჩეს, რომ გამოვიდეს, მაგრამ სინამდვილეში მისი სურვილის გაჟღერება დის სიტყვებით, დის პირით. ვიღაცა ვინც ამ სიგიჟიდან გამოიყვანს. და ვფიქრობ, რომ ამიტომ ვფიქრობ, რომ და ძალიან ბევრი ლექსი აქვს მიწყდილი დებს. არ თუ ისე ცოტა. მე ყავს ძმა, მე მიყვარს ჩემი ძმა, მაგრამ ალბათ კარგად არ მიყვარს. მაგრამ რაღაც საკრალური მას არ აქვს ჩემთვის. ანუ ამას ამოვიჭრი. არა იყოს, რა პრობლემა. მithქვამს, აქედან რო გავალვეთქი. ანუ არა აქვს საკრალური. ანუ მის გარეშე შემიძლია ცხოვრება, გულისხმობ ამას, ხო? ის ჩემს თავში არ არის არასოდეს ხშირად. შეიძლება ორი თვე ვერ ვნახო და ტანჯვა არ ქონდეს ამისი და ტკივილი არ ქონდეს ამისი. თუ მომენატრება შეიძლება გავიხსენო ჩემს თავში და სიმბოლური ნაწილი მივცე, რომ აი დღეს ვერ ვნახე ჩემი ძმა და რა კარგი იყო, აი მაგალითად ბავშვობაში ჩვენ ერთად ბურთს როგორ თამაშობ და დღეს რა დღე მოვიდა, პირობით ლაპარაკობ, დრო არ არის. ანუ ჩემს ძმას აქვს იმ ობიექტის ადგილი, რაც უნდა ქონდეს ძმის ადგილი, რომელიც ხან მაბრაზებს, ხან მიყვარს, ხან ბრაზობ, ხან მეგობრობ, ხან არ მინდა დანახვა საერთოდ და ასე შემდგომ. ეს საერთოდ მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რატომ თუ დააკვირდებით, როდესაც ხდება ერთი ობიექტის გაფეტიშება, ანუ გაძლიერება, რაღაცა მნიშვნელოვნების მინიჭება, ზებუნებრივის. ის მერე შთანთქავს ყველაფერს სხვას. იქ სხვა ობიექტი აღარ არსებობს. ფიზიკურად არ არსებობს. იქ არ შეყვარებული არსებობს და არც გამოჩნდება არასოდეს. არ არის, იმიტომ რომ მისი ადგილი არ არის. მე მიყვარს ჩემი ძმა, ან ჩემი და მორჩა, ან მე მიყვარს ჩემი დიშვილი, ან ძმისშვილი. იმის იქით ჩემი ცხოვრება არ არსებობს. რა თქმა უნდა არ არსებობს, იმიტომ რომ მისი ადგილი დიდია. იმდენად დიდია, რომ სხვისი ადგილი არ არის და არ ჩავსვამ. და ეს ზუსტად ეს არის ცოტათი შეიძლება ვიტყვით ნორმიდან გადასვლა. რომელიც არ უნდა მოხდეს. ობიექტი შეიძლება თუნდაც მეორე ნახევარი იყოს? უი. შეიძლება ძალიან ხო გასვლა. ან შვილიც. ნებისმიერი შვილი მით უმეტეს. შვილი არ უნდა იყოს ასეთი ობიექტი. არავითარ შემთხვევაში. თუ დედისთვის შვილი ასეთი ობიექტია, ეს არის პერვერსიული ცოტა. ესე იგი არც ქმარს აქვს თავისი ადგილი. მე არ შვილს არაფერი არ აქვს, არა აქვს შვილს, იმიტომ რომ გარე ადგილი არ არსებობს დედამ შთანთქა. შეეჭამა მთლიანად. ვინ მივახლოვდება მანდ? ვერა. და ძალიან ბევრი ნაწარმოები არის ამაზე. ძალიან ბევრი, ძალიან კარგი ნაწარმოები არის ამაზე. კარგად ასახავს ამას ლიტერატურაში. აუტსაიდერობის პოზიცია, ხო? მუდმივი განცდა, რომ მარტოა და გაუცხოებულია საზოგადოებისგან. ეს შეიძლება ასევე იყოს როგორი მომენტი იცით, რომ სიღარიბის ყოფნაშიც კი ეს განცდა გვაძლევს საშუალებას რაღაც ფანტაზმის დაბადებას, რომ და არის მოზარდებში, ბავშვებში, მე თუ წყალებში ვიტყვი ახლა რაღაცა ტელეფონი არ მაქვს. რა ვიცი მე, რომელიც მღერის და თავისით წერს და თავისით კრებს და რა ვიცი, თავისით იღებს და რა ვიცი. მელაპარაკება მე თუ არ მაქვს სტრუქტურა და ამით გამსაწყობ ჩემს თავს, მე არ მაძლევს ჩემი თავისუფლებას გქონდეს ურთიერთობა ვიღაცა სხვასთან. და ამას ვიყენებ რატომ იცი, მე არ ურთიერთობ, იმიტომ რომ ეს არ მაქვს. კარგი საშუალებაა. არა სინამდვილეში მე ან მეშინია ურთიერთობის, ან იმედგაცრუება არ მინდა განვიცადო, ან შინაგანი პროცესები მიდის ისეთი მწვავე, რომ არა მაქვს მზაობა ურთიერთობის და უნდა რაღაცას მივაბა და ვთქვა, რომ აი მე ეს ჭიქარო არა მაქვს. მე ის რა ვიცი, ქეთი, ნინო, რა ვიცი, გოჩა არ მიმიღებს. იმიტომ რომ ეს ჭიქა არა მაქვს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ და მათ შორის მუდმივი სურვილი რო იყოს მარტო მის ლექსებში კენტად ყოფნა. მუდმივი სურვილი. არის მისი შინაგანი სურვილი, რომელიც გაშლა მოხდა იმ გარემოში, დაიბადა და აღმოჩნდა. ხანდახან ბედისწერა დავარქვათ, თუ გარემოება დავარქვათ, რაც კიდე ის დავარქვათ, ხანდახან არის რაღაცა, რაც რის შესვლაც შეუძლებელია და იქ მე ვითარდები. ცხოვრობ და გავლენას ახდენს ჩემს მდგომარეობაზე. სიმპტომი ხო? ეს არის ბიოგრაფია, აღწერა სულიერი დეპრესიის, დაუწყლურების, ბოლო პერიოდი ალკოჰოლიზაციაც ხდებოდა, ხო? ხშირ შემთხვევაში. ბოლო პერიოდში სრული დეგრადაციისკენ სვლა წავიდა. და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა ჩამოაშორა და პრაქტიკულად დაჩვენა იმ პერიოდის ცხოვრება კი არა, დღევანდელი ცხოვრებაც კი. მე ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს ხდება, ნაწილობრივ. კარგად არის ამ ლექსებში ასახული. როგორც მაშინ მე ცოტა ხნის უკან თქვი საუბრობდი, მოიხსენიე ახლა ძმები კარამაზოვები დოსტოევსკის. და ზოგადად ეს წერალიც, ხო? საოცრად აჩვენებს დღევანდელ სიტუაციას, ჩემი გადასახედიდან. ყველა ასპექტში. მორალურში, ჩარჩოზე, სტრუქტურაზე, დამოკიდებულებაზე, ურთიერთობაზე, ყველა ასპექტში, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე, ყველგან. და ზამოთ კარგად ჩანს ეს. როგორც აღნიშნე, იყო პარადოიდული ელემენტები მის ეს თქვა ცხოვრებაში. და ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა თავისი კვალი დატოვა. ეხლა მინდა რომ პატარა შედარებები გავაკეთოთ. ტერენტი გრანელის შემოქმედების ემოციური სიმძიმის შედარება 1928 წლის 28 წლამდე რა იყო, მოდი ასე ვთქვათ, რაზე აბახულებდა ყურადღებას 28 წლამდე და 28 წლის მერე. იმიტომ ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ 28 წლის მერე ფსიქიატრიაში მოხდა, მანამდე 26-ში უკვე გამოცემები აღარ ხდებოდა, ერთი იყო 27-ში გამოიცა პატარა ჟურნალში მისი რამოდენიმე ლექსი და პრაქტიკულად ამდე ეს მოწყვეტილი იყო და იყო საკუთარ თავში. 28 წლამდე რა იყო? მისტერიული სევდა, ესთეტიკური ტრაგიზმი. მისტერიული სევდა და ესთეტიკური ტრაგიზმი ეს არის სიმბოლური ნაწილი პოეზიაში. ეს არის რეალური სასახვა. ეს არ არის ის განცდა, რომელიც მე რეალობაში ვარ, მე როცა ვლაპარაკობ წერ მაგალითად რაღაც ტრაგიკულს. სიმბოლურ დონეზე გადამყავს ეს. არ აღწერ იმას, რაც ობიექტურ რეალობაში ჩემში დიდ ხდება. აღწერ სხვა პროცესებს, რომლის გადათარგმნა შეიძლება 1928 წლამდე. ტრაგიზმი, ხო? ეს არის პერიოდი, როცა ტერენტი გრანელი ყველაზე მეტად იყო აღიარებული. ჩვენ ვლაპარაკობთ 28 წლამდე. ლექსებში დომინირებს სიმბოლისტური ელემენტები, მისტერიული სევდა, სიკვდილის ესთეტიზმი, ემოციური სიმძიმე უფრო ლირიკული და სილამაზის შემცველია. სად ცარიელი რეალური სიკვდილის აღქმა, მოწოდება ამ სიკვდილის, ან მოწოდება ტკივილის, ხო? და სად რაღაც ლირიული ჩართვა, სადაც ეს რეალურისგან მოშორებული არის, ხო? შელამაზებული პროცესი. ეს ორი მდგომარეობა კითხვის დროსაც კი შეინიშნება რა. საერთოდ გაგდებს პროცესიდან. ესე იგი, როგორც აღნიშნე, კлау ხაზგასმით ვამბობ. ჩემი დაკვირვები და სავარაუდო კრიტერიუმები რო ავიღოთ პირობითისთვის. 28 წლამდე და 28 წლის მერე პერიოდი. ეს არის თემატიკა პირველ შემთხვევაში, თემატიკა სიყვარული, ბედისწერა, ოცნება,
მისტიური სიკვდილი, ანუ სიკვდილის უფრო ზუსტად რო თქვა, სიკვდილის მისტიურობა. ხოლო შემდგომ პერიოდში არის ესეთი სიკვდილი, სამარე, დევნა, სიღატაკე, უპატრონობა, ანუ ნახეთ როგორი კარდინალური ცვლილება შემოდის პროცესში. იმდენად კარდინალური შემოდის, რომ ამისი აღქმა და დატევა პრაქტიკულად შეუძლებელია. და ეს ყველაფერი მერე გადადის ზუსტად აი ამ გვეწოდება აი ამ პროცესში, ლექსის პროცესში. და ფიქრობ, რომ თუ ვისაუბრებთ იმ პერიოდის მდგომარეობაზე, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი სოციალური ტრავმა გვაქვს. მე ვლაპარაკობთ საბჭოთა კავშირის პერიოდს, მერე ეს ტრავმა საერთოდ არ დამუშავდა, მე რომ მკითხო და მოხდა ლავრე ტრავმატიზაცია იმისა, რომ დაინგრა და დავრჩით კი თავისუფლები ჭყალებში, იმიტომ თავისუფლება ჩვენთვის რაღაცა მისტიური გაგება იყო პროცესის, რომ იქნები თავისუფალი, მაგრამ არ გვექნება პასუხისმგებლობა. დიდი ბოდიშით, მაგრამ ასე არ ხდება. და ჯერ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლობა, რომ ვიყოთ თავისუფლები. ფიზიკურად შეუძლებელია სხვანაირად და მე ხანდახან ხუმრობ, რომ თავისუფლება ეს ერთგვარი ჩარჩოა. რომელშიც გვინდა არ გვინდა ვართ. თუ გვინდა დასრულები ვიყოთ. თუ გვინდა ბავშვები ვიყოთ, არც თავისუფლები ვართ და არც აღქმა ამისი. ამიტომ ეს თემატიკა, რომელიც ბოლო პერიოდში იყო განსაკუთრებით, ეს ტკივილი არ იყო მარტო ერთი ადამიანის ტკივილი. ეს იყო ძალიან ბევრის ტკივილი. და საკმაოდ ესეთი მძაფრი. უბრალოდ ამ ერთმა ადამიანმა შეიძლება ასე რატომღაც მე ხედავ გრანდიოზულობას ვანიჭებ. ამ ერთმა ადამიანმა გადმოსცა იმ პროცესით, რითაც შეეძლო. იმიტომ რომ რეალურად მისთვის, ოღონდ როცა ვკითხულობდი რაღაცებს, რეალურად მისთვის ლექსი იყო რაღაცა არსი ცხოვრების. თვითონ ცხოვრება, როგორც ასეთი. და ამიტომაც მოახერხა ეს, მოახდინა ეს, რომ გადარჩენილიყო. არა როგორც სულიერად, ან როგორც სხეულებრივად, არა, უბრალოდ რომ მისი იდეა რომ გადარჩენილიყო. რაც შეეხება ეს იყო თემატიკა. რაც შეეხება ტონალობა, იყო სევდიანი, მელანქოლიური, ამაღლებული 28 წლამდე. და შემდგომ არის მძიმე სასოწარკვეთილი. გამწარებული, დათრგუნული ეს პროცესი. სიკვდილის აღქმა იყო რომანტიული, ფილოსოფიური, გარდაუვალი, ბედისწერა. ხოლო შემდგომ რეალური, მტკივნეული, სასწრაფო, ანუ უბრალოდ სასწრაფო ნიშნავს იმას, რომ დასრულდეს. მორჩეს ამ რეალობაში ყოფნა, მორჩეს ამ ტანჯვაში ყოფნა. ესეთი ტოლვა შეიძლება ითქვას. და ერთგვარი ტკბობის სურვილი. იმიტომ რომ არის მომენტი, როცა არსებობს ტკბობის სურვილი, რა არის, რომ სიამოვნებასა და ტკივილის მიღმა ყოფნა. და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია ერთი და მეორე ეს ნულოვანი სტოლფასია. ყველაფერი ჩერდება მაგ დროს. ამიტომ ეს იგრძნობოდა ამ პერიოდში. ემოციური სიმძიმე, პირველ რიგში ლირიკულად მძიმე, მისტიციზმი უფრო. და შემდგომ შეხვედრაში კლინიკურად მძიმე. ანუ უბრალოდ განსხვავდება, ხო? არის მაგალითად პირობით ლაპარაკობ ცოტა ისე სიტყვი კლინიკურად დიაგნოსტირებული დეპრესიული მდგომარეობა და დეპრესიული მდგომარეობის სიმპტომური გამოვლენილება. აი არა ღრმა დეპრესია, ხო?
არის ხოლმე ასეთი მდგომარეობა. და როცა კლინიკური დიაგნოსტირებული დეპრესიული მდგომარეობა, ეს მძიმე მდგომარეობა, სადაც აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობა, თავისთავად თერაპიული ნაწილი, ამავდროულად და ეს სხვა პროცესი, ანუ ეს არ არის სიმპტომური გამოვლენა, ეს ბირთვი დაავადების, მოდი ესე ვთქვა. უხეშად რო ვთქვა, ახლა. შედარება მინდა გავაკეთო, ხო? და ეს ნაწილი დეპრესია, მე დეპრესიაში ვარ, რომ ვიძახით ხოლმე. ან აი ცოტა ასთენიური, ცოტა უენერგიობის, აი გუნება განწყობილების, ცოტა ცვლილების, უხასიათობის, არაფრის სული, მაგრამ არა ხანგრძლივი პროცესი და ცოტა მართვადი. სიმპტომურად გამოვლინება. ეს ორი მდგომარეობა არის რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. პირველი ეს ესეთი გუნება განწყობილების ცვლილება, ცოტა უხასიათობა, ცოტა სისუსტე, ეს მოვლადია. უფრო მარტივად მოვლადია. მაგრამ მეორე მხარე, როდესაც ჩვენ ვთქვით კლინიკური დიაგნოსტირებული და კლინიკურად დიაგნოსტირებული დეპრესია, ეს დიაგნოზი არსებობს, იქ პროცესი უფრო მძიმეა და რთულია. თუმცა მოუგვარებელი არაფერი არის. რას ვუძახი ჩვენ კიდე მოგვარებას საკითხავია. ამიტომ აქაც ხო, როცა ლაპარაკობთ ემოციურ სიმძიმეში, ლირიკული სიმძიმე არაფერია რა, გულწრფელად ასეთი მძიმე ლექსები ბევრი წავიკითხავს, სადაც ლირიკული სიმძიმე არსებობს. და დიდი ტანჯვის და ტკივილის გზნობა არ განგვიცდია. უფრო მეტიც შეიძლება მცირედი სიამოვნების განცდაც კი დარჩენილიყო. არის ასეთი ლექსები. მაგრამ როცა ლაპარაკობთ კლინიკურ მდგომარეობაზე, კლინიკურად მძიმეზე, ეს ლექსები პრაქტიკულად წავკითხ, ანუ მძიმე წასაკითხია. ერთხელ წავიკითხავ და მერე მისი დანახვა იმ მომენტში იყო, იმ სიტუაციაში, არ მინდა რა, არ დამანახოთ. სხვადასხვა ფილმებზე შეგვიძლია მასე შევხედოთ. და არა მარტო ლექსებზე, ნებისმიერ მწერლობის ნაწილზე, ლიტერატურაზე ნებისმიერს. სხვადასხვა ნახატშიც კი ძალიან კარგად ჩანს ეს. სადაც კლინიკური ნაწილია ასეთი სიმძიმის. ძალიან მაგრა ჩანს. ფოტოშიც ძალიან კარგად ჩანს. ნახატში ჩანს აი მკვეთრი ფერებიდან დაწყებული, მკვეთრი ფორმებით დამთავრებული. ან ძალიან ჩავარდნილი, აი ძალიან ჩავარდნილი ფერებიდან დაწყებული. აი კარგად ჩანს. და როგორც მაგალითად აი ეს გადახვევა ლირიული მოზარდების შრომებს, აი მე როგორც უნდა თავარ, ესეთი თემა. ან ესეთი მე ძალიან მომწონს სიზმარა ყველა გაქვთ ნახი, ხო? იქ ეს რომ არის დედოფალი რომ არის. ობიერთები რო ესიძრება, ხო? და იქ არის ერთი დედოფალი, ანუ დედოფალი, პრინცესა, რომელიც ამბობს, ვაი მე გული მიმდის, თავრო მეხვევა, მუხლები მეკვეთება, გული წამება თუ ეს ბიჭი არ ჩამეხვდა. ეს არის ესეთი ლირიული, ესეთი დავარქვევ, ხუმრობით ოღონდ. ეს არის ერთგვარი ლირიული სასოწარკვეთაც არა, ამ სიტყვას ვხსენებ ახლა და ძალიან მინდა რომ გავხსენო. პანიკური შეტევა. შეიძლება დავარქვათ ამას, აი ლირიული პანიკური შეტევა. მობიცი რო შეხედო ყველა სიმპტომი პანიკური შეტევის მაჩვენებელია. მაგრამ როცა ლაპარაკობთ კლინიკურ პანიკურ შეტევაზე, იქ კატასტროფაა, ხო? განშის დონეზე კატასტროფა, თუ არაფერი ისეთი არ არის მოვლადია. ხო. გარემო, ანუ ზოგადი სიმბოლოები, წვიმა, ზამთარი, ლანდი, მთა, ხო, ჩიტი, ბუნება, ანუ ის გარემოა, რომელიც ერთგვარ სიმბოლიზმის მატარებელია. დინარე და ასე შემდგომ. ხოლო 28 წლის მერე კონკრეტული მაჩვენებლები არის, მაგათ ქუჩა, სამრეკლო, საავადმყოფო, სასაფლაო, იქ არის შავი მიწა და ანუ გამოშიგნულია სიმბოლოებისგან. სრულიად. ანუ არ არის შიგნით ეს. მეტყველებაში დაკარგულია. და მოცემულია ის, რაც ხედავთ, რაც არის. მივხვდით ხო რას ვამბობ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაწილი.
რაც ზუსტად აი ვის დაავადების ნაწილზე მკვეთრად მის დაავადების ნაწილზე მკვეთრად აჩვენებს. ახლა მე და გადავიდები ნაწილზე, სადაც საუბრობთ იმაზე, რომ მისი შემოქმედება, ანუ გრანელის. ეს არის მისი ნაშრომი ზოგადად. ეს არის განვიხილოთ როგორც სიმპტომი რეპრესირებული სურვილისა და ტრამვის დაბრუნება. ანუ რაღაცა სურვილის, რომელიც თავის დროზე იყო განდევნილი, მისი დაბრუნება და ტრამვა, რომელიც მასში იყო, ეს არ აპარაკო ფიზიკურ ტრამვას, ფსიქიკურ ტრამვას, რომელიც პირდაპირ კავშირშია სურვილთან. ერთგვარად. მისი დაბრუნების მცდელობა არის ლექსებში. მისი ლექსები სიკვდილის ინსტინქტსა და ნარცისიზმის ერთობლიობას აჩვენებს. ანუ არსებობს ერთი ნარცისული ტოლვა სიკვდილის მიმართ. და ზოგადად თუ ლაპარაკობთ ტოლვაზე, შემიძლია თქვა ჩემი მოსაზრებით, რომ არსებობს სიცოცხლის მიმართ ტოლვა და ასევე არსებობს სიკვდილის მიმართ ტოლვა. დესტრუქციული ნაწილი. და ზუსტად მე როგორც მახსოვს ფროიდი ამბობდა, რომ ომები ერთგვარად არის სიკვდილის მიმართ ტოლვა. ნგრევა. ხო, განადგურება. და ეს ბუნებრივი ადამიანის ნაწილში. რომელს მივცემთ განვითარებას, ეს არის თავარი. სად მოხდება ლიბიდოს გადამუშავება. აი, მე ვფიქრობ, რომ ტერენტის შემთხვევაში ეს იყო ნარცისული რტოლვა სიკვდილის მიმართ. ერთგვარად. ეს გრანელი შეიძლება განვიხილოთ როგორც სუბიექტი, რომელიც ვერ პოულობს საკუთარ ადგილს სიმბოლოში. ანუ მე ვერ ხედავ ჩემს თავს კონკრეტულ სიმბოლოში. ამიტომ მეძებს ლექსში, ამიტომ ამბობს რომ მე ლექსი ვარ, ამიტომ არის რომ ლექსი ხდება არა თვითონ არის წამყვანი ლექსის, ამიტომ ლექსი შთანთქავს მას. ლექსი ხდება მისი წამყვანი, ესე დავარქვათ. ხო? ანუ ობიექტი ხდება მისი წამყვანი. მისი შემოქმედებაში შეგვიძლია დავინახოთ ერთგვარი ანალიტიკური აქტი. ანუ რას გულისხმობს სუბიექტის სიმართლის წარმოთქმა, რომელიც სცდება პოეზიის ესთეტიკურ ჩარჩოს. ანუ ეს აღარ არის პოეზიის ნაწილი. ეს არის მისი სიმართლე, ანუ მისი არსი. მისი პიროვნების არსი. რა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, ერთგვარი კოპირება გავაკეთოთ ჩვენი თავის, ჩვენი შინაგანი განწყობების და განცდების. ჩვენი არაცნობიერის. და ჩვენ გავხდეთ წიგნი, ესე უხეშად რო ვთქვათ. ის რაც დავწერეთ. ანუ მე არ ვარ, თავისთავად ვიკარგები, იმიტომ რომ ჩემი მე გახდა ჩემი ნაშრომი. მისი პოეზია კლინიკური დოკუმენტივით ამხელს მელანქოლიას. სურვილის დეფიციტს, სიკვდილის ინსტინქტს და სიმბოლური სტრუქტურის ჩავარდნას. ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ეს სადიაგნოსტიკო ფურცელია, მოდი ასე ვთქვათ. ანუ მისი ლექსები გვაჩვენებს, როგორ შეიძლება პირადი ტანჯვა, როგორც აქამდე ვთქვი, ტრამვა გადაიქცეს სიმბოლურ ქმნილებად, რომელიც კოლექტიური აზროვნებას ეხება. ხო, ასეა. ჩვენ რაღაც ნაწილში გვაქვს კოლექტიური აზროვნების პროცესები. რაღაც ნაწილში კი არა, ხანდახან ამით საზღვრავთ უმეტეს შემთხვევაში. და ძალიან კარგად ჩანს, შეგვიძლია ვთქვათ, სოციომემკვიდრული ნაწილის წამოწევა წინ. გულისხმობ იმას, რომ მე ვამბობ ხოლმე, როცა პაციენტთან მუშაობ, რომ პაციენტის არსებობს პაციენტის ისტორია, არსებობს მისი წარსული. მაგრამ ამით არ მთავრდება თვითონ პაციენტი. არსებობს ოჯახის წარსული. ოჯახის ისტორია. ვისი დედის, მამის, არსებობს კიდევ მათი და ისეთი ისტორიები არსებობს, რომლებიც დღეს ჩვენ არ გვახსოვს, და არც ვიცით და არც გვეცოდინება, მაგრამ განსაზღვრავს ჩვენს ქცევას.
ჩვენს პატერნებს ხმარობენ, ხო, ჩვენს განმაპირობებლებს, დამოკიდებულებებს. და ვფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთობა არ უნდა მქონდეს, იმიტომ რომ მე გადავხედავ და ვიტყვი, რომ არც დედა ჩემი ასეთი, არც მამა ჩემი ასეთი, არც ბები, არც ბაბუა, რა ვიცი. მაგრამ რაღაცა არის, რაც ისე მატარებელიც იყო ჩემი ოჯახი, რომელიც ასე მემკვიდრულად გაუაზრებლად. გადმოეცა ყველა ჩვენთანაც. და ეს შეიძლება ისეთი რამე იყოს, რაც არ გადამუშავდა, განიდევნა, დაივიწყა, მაგრამ არსად არ წასულა და ესე დღეს ამას ჩვენ ვასრულებთ. იმიტომ რომ ბევრი მაგალითები არის მასეთი. ძალიან. ანუ მე ახლა მინდა ცოტა შევეხო ეს თქვა თვითონ ტექნიკას ფსიქოანალიტიკურს და მე გადავალ ზუსტად ლექსებზეც. ლექსები მოვიტოვებ. ფსიქოანალიტიკურ ტექნიკაზე როგორ მუშაობს? ანუ როგორ მუშაობს ლიტერატურასთან? მოდი ასე ვიტყოდი. მე ავიღე დაახლოებით ესე თქვა ორი მიდგომა, ორი ხედვა, ერთი ფროიდისეული ხედვა და მეორე ლაკანისეული ხედვა. ეს ძირე ჩანართი საბით გავაკეთებ. იმიტომ რომ ალბათ საინტერესო იქნება თუ ლაპარაკობთ ლიტერატურის ნაწილზე. ანუ თუ შევხედათ ლიტერატურის ანალიზზე, ლიტერატურასთან მუშაობაზე და მის ტექნიკებზე, ესე ფროიდის მიდგომა უფრო ახლოს დგას ჰერმანევტიკულთან, ანუ სიმბოლოების ახსნა და ინტერპრეტაცია. ანუ როცა ლაპარაკობ ფროიდიანალურ პირობით ლაპარაკობ ანალიზზე, ფსიქოანალიტიკურ ხედვაზე, არის ძირითადად სიმბოლოების ახსნა და ინტერპრეტაცია. ძირითადი ინსტრუმენტები შეიძლება იყოს ავტორის ბიოგრაფიის კავშირი ტექსტთან. და ძალიან კარგი ანალიზია გაკეთებული, თუ წაიკითხავთ დოსტოევსკის ანალიზია გაკეთებული კარგი და დამიჯის. ამ ორი პიროვნების ძალიან მართლა კარგი მაჩვენებელია თუ როგორ ხდება მისი ანალიტიკური პროცესი, ანუ როგორ ხდება მისი პიროვნების გამოტანა, მოკლედ ვთქვათ. ესე იგი, ტექსტი განიხილება როგორც სიმპტომი, ანუ ავტორის რეპრესირებული სურვილი, ტრავმა ან ფანტაზმი, რომელიც ბრუნდება ლიტერატურაში, ლიტერატურულ ფორმაში. ტექნიკა, რას გულისხმობს ტექნიკა? ბიოგრაფიული დეტალებისა და ტექსტში სიმბოლური ელემენტების გადაკვეთა. ანუ ის რაც მნიშვნელოვანი არის ფროიდისეულ ხედვაში, ბიოგრაფია, პიროვნების რა გაიარა, ანუ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრეთ ტერენტიზე რას გულისხმობთ, რომ მისი ცხოვრების ხაზი რა გაიარა და ამ ხაზმა როგორ განსაზღვრა მისი ლექსები. ხო? ჩავარდები როგორი იყო, როგორ ხდებოდა მისი პროცესი და როგორ აისახებოდა მისი ბიოგრაფია მის ლექსებზე. მეორე არის ეს ტექნიკური ნაწილი, როგორც შეიძლება ვთქვათ, სიზმრების ინტერპრეტაციის მეთოდი. ანუ აქ არ გულისხმობთ თუ ის დაგვესიზრა და ეს არის. ანუ გულისხმობთ სიზმარს როგორც სიმბოლურ ნაწილს. და სიზმრების ინტერპრეტაციის მეთოდი რა არის? ხო, არსებობს. ანუ ლიტერატურული ტექსტები აღიქმება როგორც სიზმარი, იმიტომ რომ ისინი სიმბოლოებით არის, ჩვეულებრივად. და არსებობს ესეთი მანიფესტური შინაარსის, ან მანიფესტური შრე სიზმრებში, სადაც პირდაპირ ნარატივია, ანუ პირდაპირ მოგვეწოდება სიზმარში რაღაცეები, რაც არის და ლიტერატურაში არის რაღაცა შრალად პირდაპირ მოგვეწოდება გარკვეული თემატიკები. და არსებობს ასეთი ლატენტური შრე. ანუ ეს არის დაფარული სურვილები და ფანტაზმები, რომელიც მოგვეწოდება სიმბოლოების სახით. და ტექნიკა, ანუ მეტაფორების, სიმბოლოების, პარადოქსული სურათების გაშიფრვა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ანუ ანალიზი უფრო ვიტყოდი. იმიტომ რომ როდესაც ვაკეთებთ მაგალითად რომელიმე ლიტერატურის ანალიზს, ან რომელიმე პიროვნების ანალიზს, რომელიც წერლის, პოეტის, ამ კუთხეში მნიშვნელოვანია არა მარტო ის რა დაწერა, არამედ ამის უკან როგორი ცხოვრება იდგა.
იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ცხოვრებამ როგორ განაპირობა მისი შინაგანი სამყაროს გარეთ გამოტანა წერითი აქტით, შემოქმედებითი აქტით. რეპრესია და დაბრუნება. ანუ ტექსტში ხშირად ჩნდება მოტივები, რომლებიც მიუთითებენ რეპრესირებულ დაბრუნებას. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია თქვათ, რეპრესია არის განდევნა. განდევნილის დაბრუნება ტექსტში ხშირ შემთხვევაში ხდება. არა მარტო ტექსტში, ჩვენ ცხოვრებისეული გამოცდილებით და ჩემი ესე ვთქვათ, პროფესიული გამოცდილებიდან და თქვენც გაქვთ ეს განცდილი ყველას. არსებობს რაღაცა შინაარსები, რომელიც ჩვენ გავდევნეთ ბავშვობაში, მაგრამ რაღაცა გარემოებიდან თითქოს და ის უკან ბრუნდება. ან პირდაპირ ის მანიფესტურად, ან სიმპტომის სახით. და მე ხდება რა ის ხელმეორე განდევნა, იმიტომ რომ იმასთან ურთიერთობა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა. და ეს მეორდება ან სიზმარში, ან წამოცდენაში, ხანდახან მეტყველებით პროცესში. ან წერით აქტში, შემოქმედებითობაში ეს ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ იქ ღია ვართ, ანუ თავისუფალი ვართ. რაც მოდის თავში და რაც მოდის შინაგან სამყაროდან იმას ვწერთ, ის გამოგვაქვს და იქ ცენზორი პრაქტიკულად აღარ არის. ამიტომ რომ სიზმარში ცენზორი არ არის. არის პატარა ნაწილი ცენზორის, რომელიც გვეუბნება რომ ეს არ უნდა დაგისიზროს, იქ ცუდი რამეა. ამიტომ ის გადააკეთე და უშუალოდ იმათ რაღაც სიმბოლოდ. მაგრამ ლიტერატურისაცია იქ ცენზორი არ ამყავს. უბრალოდ ვარ მე, რომელიცაც შემიძლია მივცე თავს უფლება გამოვიტანო ყველაფერი რაც ჩემს თავშია. და დავწერო. ასევე თუ ეს ძალიან უხეშია, მე ვთავ ჩემს ცენზორს და სიმბოლოებით შემომაქვს. მაგრამ ბოლო პერიოდში ტერენტისთვის სიმბოლიზაცია აღარ იყო. პირდაპირ იდიშო, პირდაპირ მოვა. აი ეს ტკივილი პირდაპირ მოქონდა. და იმიტომ ამძიმე. იმიტომ ამძიმე. იქ აღარ იყო ეს ვიტყვი, არ ვიტყვი, ამას შევალამაზებ, იქ ხას ჩავსვა, იქ ჩიც გამოვიყენებ, ან იქ რა ვიცი, აყვავებულ ნუშს გამოვიყენებ, ან რაღაცას. არა, მე გეტყვი იმას, რაც არის, მე გეტყვი ის, რაც ტკივა და შენ კეთილინებე და ეს დაიტიე. მე აღარ ფიქრობ შენზე. იმიტომ რომ მე ტკივა. ეს არის რას გულისხმობ რეპრეზენტირების დაბრუნებას. ანუ მაგალითად სიკვდილი, ეროტიული განცდები, ბავშვური სიმბოლოები, ბავშვური სურვილები, ბავშვური ტრავმები, ზოგადად ტრავმები, ეს ყველაფერი გამოდის ბრუნდება უკან. ტექნიკის მხრიდან იდენტიფიცირება სად ბრუნდება ეს, საიდან და სად ბრუნდება ეს განდევნილი პროცესები. ანუ იმ რომელ სიტყვებში, ხო, იქ ყო მთელ ტექსტს რო წავიკითხავ, მთელ ტექსტში ხო არ არის. ის გაშლილია. სადღაცას არის საკვანძო საკითხები. სადაც გასაღებია რომ გახსნის მერე ყველაფერს. ხო? ფანტაზიისა და სიმპტომის კითხვა. ეს არის სცენა, ხშირ შემთხვევაში სცენა, სადაც ავტორი ყველაფერი გამოაქვს. თავის ფანტაზიების, ესე ვთქვათ, გარსობა ხდება. რითაც საკუთარ სურვილს იქ მაყოფილებს. ანუ აქ საუბრობთ სუბლიმაციას ახდენს ხშირ შემთხვევაში. ამ სცენაზე, ამ თავის ფანტაზიების გათამაშებას. რაც მაყოფილების განცდა. რაც შეეხება ცოტა სხვა კუთხით რო შევხედოთ, ანუ ლაკანიანური ხედვით რო გამოვიდეთ, ხო, ცოტა. აქ თავარი არ არის ავტორის ფსიქოლოგია, ანუ არამედ აქ არ არის თავარი რა ცხოვრება გაიარა ავტორს, რა ბიოგრაფიული ფაქტორები ქონდა. აქ არის რა მნიშვნელოვანი რამე. ანუ აქ არის ენის სტრუქტურა მნიშვნელოვანი. ანუ სურვილის ლოგიკა და სიმბოლური ხრელები. გულისხმობ იმას, რომ ლაკანისტვის როცა კითხულობს ლექსს, ან პირობთ ლაპარაკობ. მნიშვნელოვანი არა ის არის ვინ იყო ის ბავშვობაში ან მერე. არამედ ის თუ რა გადმოაქვს, რას ამბობს ენაში.
ხო? ენის სტრუქტურული კითხვა. ანუ ტექსტი წაიკითხება როგორც ენობრივი ქსელი. აქცენტი კეთდება ენაზე, სიტყვების თამაშზე, პარადოქსებზე და არა ავტორის ბიოგრაფიაზე. ტექნიკა, მეტაფორისა და მეტონიმის ანალიზი. ანუ მეტაფორა რეპრესია, მეტონიმი სურვილი არის ამ შემთხვევაში. სიმბოლური წარმოსახვით და რეალურ ასპექტში ყოფნას გულისხმობს. ამ ტექსტის მოწოდება სად დომინირებს სიმბოლური, ანუ კულტურა, წესრიგი, სიმბოლური ყოველთვის ახლოს არის კულტურასთან, წესრიგთან, ჩარჩოსთან, კანონთან. სად წარმოსახვითი, ანუ სურათები, იდენტობა და ასე შემდეგ. და სად არის რეალური. აი უმეტყვილო ტკივილი. აი როგორც ბოლო პერიოდში ყვაძლებდა ხოლმე გარანელი თავის ლექსებში. და ასე შეიძლება სურვილის ადგილი ტექსტში. ანუ კითხვა მიმართული არა რა სურს ავტორს, არამედ სად არის სურვილი ტექსტში სტრუქტურირებულად. ანუ მე რა სურს არა. მე რა ჩავდე ამ ტექსტში. რა დევს ამ ტექსტში, იმიტომ რომ ჩემი სურვილის მიღმა კიდე არსებობს რაღაცა, რაც მალაპარაკებს. ერთ-ერთი ლექსი არის. მოგეთ იწყება ასე. ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი. ჩამოეშვა მოგონების ფარდა და ძირფასო მე რად მინდა მეტი ამ სიცოცხლის დალექსების გარდა. შუა დღეა და მივდივარ ასე, არ ველოდი მე ამნაირ მოღლას, მელექსები გამაფრენენ ცაზე, მელექსების სიხარული მომკლავს. ეს საკმაოდ კარგი ლექსი, სუბუქი ლექსია. ეს 20 წლამდე. ალბათ, არ შემიხედია წლისთვის, მაგრამ ეს არის ძალიან ცეთი. თუმცა აქაც არის ერთგვარად ის პროცესები, რაც ამძიმებს თავის აღქმას, ხო? მაგალითად, რომ შევხედოთ, ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი. ანუ აქ ხო საუბარია თვითონ სუბიექტის ობლობაზე. ანუ არ საუბრობს ვარ მარტო, ხო? ეს სიტყვა არ არის გამოყენებული როგორც ასეთი. ვარ კენტი. ობული ის თქვა. ლექსი იწყება თვით გამოხატვით, რომელიც არა უბრალოდ მახასიათებელი, არამედ სტრუქტურული დიაგნოზია რა. ვარ ყოველთვის კენტი. ეს ნიშნავს, რომ სუბიექტი საკუთარ თავს აღქავს როგორც აღარახასაყრელ წყვილს. ხო, იმიტომ რომ იმ პერიოდში გახსოვთ, ხო, რომ მოხდა განდევნა საზოგადოებისგან ერთი, მეორე გვინდა არ გვინდა, რაც არ უნდა კარგი დედინაცვალი ყოფილიყო და რაც არ უნდა დიდი სიყვარული ქონოდა დედინაცვლის მიმართ, რაც არ უნდა დიდი სიტყვა ქონოდა დედინაცვლის მიმართ და რეალურად ობიექტურად როგორც მე წავიკითხე, ასეც იყო და მან შეაყვარა ეკლესიაში სიარული, ლოცვა, ძალიან გაუმართლა, მოკლედ ამ სითფოს შევსების მცდელობა იყო. მიუხედავად ამისა, ის ჩემი გადასახედიდან ყოველ შემთხვევაში იმ გარემოში, იმ ასაკობრივ ჭრილში მაინც არ ხვდებოდა დისტანცირებულად, კენტად, მარტოდ. და ყოველთვის ეძებდა ვიღაცას, ვისთანაც იქნებოდა მიბმული. აი მაგალითად დები, რომლებიც გრანდიოზული იყვნენ, რომელთანაც უნდა დაბრუნებულიყო, რომელიც მისი აღქმით სიკვდილისაგან იხსნიდა. იმიტომ რომ ხო ვიცით ყველამ, რომ როცა არსებობს სიკვდილის შიში, პირველი თავში მოდის მამა არ მოდის. მოდის დედა, სადღაცას სიცოცხლის ორად რა მინდა თქვა ამით, იმიტომ კი არა რომ მამა არ გვიყვარს ან რაღაცა, ან ვერ დაგვიცავს ან კიდე, არა. ბრუნდებით საიდანაც სიცოცხლე დაიწყო. ანუ ესე ვთქვათ, დედისგან, ესე უხეშად რო ვთქვათ. კვლავ ხაზგასით ეს ჩემი მოსაზრება არის. იმიტომ რომ იმ პერიოდში სადაც საფრთხე მაღალია, ეს განცდა ყოველთვის მოდის ამ დროს. ესე იგი, სუბიექტი საკუთარ თავს აღქმავს როგორც არახელსაყრელ წყვილს, კენტობა აქ არაა მარტოობა. ობიექტურად აქ მარტოობას არ გულისხმობს. ეს არის სტრუქტურული განკუთვნილება არარსებობისკენ. ანუ მოგეთ რა მინდა ვთქვათ, ჩვენ სიტყვაში კენტი ძალიან ისეთი არის რა. გამოცალკევებული პროცესი, ხო? მაგალითად, წყვილი ყოველთვის ასოცირდება რაღაცა ურთიერთობასთან, ხო? გაზიარებასთან, მნიშვნელოვნებასთან. მე როგორც მახსოვს, მე ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ძველად იყო ასეთი რამე. მე მგონი გასვენებაში იყო
რომ ყვავილები კენტად მიქონდათ, წყვილი არ უნდა, კენტად მიქონდათ, ხო? ანუ წესი, ეხლაც ეგრეა, ხო? ანუ წესი არის, რომ არა წყვილის, ანუ თითქოს და არც არა ყვავილია, ხო? ახლა ჯერ ყვავილის მიტანაც ანუ გულისხმობ ისე რომ შევხედოთ ობიექტურად არაფერი, მაგრამ სიმბოლურად დიდი დატვირთვა არის, მნიშვნელოვნება არის. ანუ რატო გამახსენდა ახლა რომ იქაც დატვირთვა არის, რომ ერთი ცალის მიტან, ანუ ეს თითქოს და გამოცალკევება არის იმ პროცესზე, შენ ცოცხლობის აღქმა არის უხეშად რო ვთქვათ, ხო? იმ კონკრეტული გასვენების პერიოდზე ვლაპარაკობ, თორე ამ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან ეს არის რომ მე არ მივეკუთვნები არავის. ჩემი ადგილი არსად არ არის. და ეს განცდა ვერწმუნდეთ არის დავანგრეველი. ისევ ჯობია რომ ვიღაცასთან საზღვარი არ გქონდეს. და ზუსტად მაგიტომაც არ ვაკეთებ საზღვარს. ისევ ჯობია რომ ის ვიღაცა ის მამნებელი იყოს, რომელიც მიჩხვლებს, ოღონდ ჩემი ადგილი არ იყოს არსად. ხო? ანუ კენტი არის არა ერთხელ დარჩენილი, არამედ მუდმივად. მუდმივად ყოფნა ამ პროცესში. ანუ სტაბილურად. ეს ერთგვარად აუტანელი ნაწილი. ეს ფრაზა აღწერს ფუნდამენტურ დეფიციტს, რომელიც განსაზღვრავს როგორც სუბიექტი არის ნაკლი ხვრელ, როგორ ვთქვათ, ანუ სუბიექტი არის ნაკლი იმ რეალობაში, რომელშიც არსებობს. რომელსაც არ აქვს ენაში ადგილი. ანუ ჩვენ ხო ყოველას როცა მეტყველებაში ვლაპარაკობთ, ჩვენ გვაქვს ენაში, ჩვენ ვართ ენაში. ანუ ენაში როგორც ლინგვისტური გაგებით არა, ხო? როგორც ტექნიკური გაგებით. ანუ როგორც აი ჩვენ ვლაპარაკობთ, აი თქვენ მოგიხსენიებთ, როგორც სახელით მოგიხსენიებთ, რახან თქვენ მოგიხსენიებთ, თქვენ არსებობთ ჩემს აღქმაში, ამ რეალობაში. ამიტომ მაგ ეს არ არსებობს, მის განცდაში არ არსებობს. Так. მე შემდგომი საინტერესოა ჩამოეშვა მოგონების ფარდა. ანუ ობიექტის დაკარგვა და ნოსტალგიის ფანტაზმი. აქ ობიექტის დაკარგვა შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ ძალიან ბევრი მაგალითი. მაგალითად ობიექტის დაკარგვა შეიძლება იყოს თან თუ მოგონების ფარდაზე ვსაუბროთ, ეს შეიძლება იყოს დედა. ეს შეიძლება იყოს ის განცდები, რომელიც მე მქონდა კონკრეტულ ბმასთან, ეს შეიძლება იყოს ის მოგონების ნაწილი, სადაც ოჯახიდან წამოსვლა, ეს შეიძლება იყოს აი ეს განდევნა საზოგადოებისგან, ეს შეიძლება იყოს სახლის დაწვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია კერის დაწვა ყველა კულტურაში ძალიან დიდ მნიშვნელოვნების მატარებელია. ანუ პრაქტიკულად შენი განცდა უსაფრთხოების ქრება. მიკუთვნებლობას ქრება. ყველგან ეს არის ესეთი ძაფრი განცდა. და ეს თუ ვინმეს გუმშავიათ და თუ ფსიქოლოგები სიხართ აქ, ან გიმუშავიათ ან შეხება ქონიათ დევნილებთან, ან არ გიმუშავიათ და შეხება ქონიათ დევნილებთან. ეს დანაკარგის განცდა არის იმდენად მძაფრი, რომ არ თავდება და გადადის მემკვიდრულად. და დაახლოებით დღევანდელი ბავშვი, ხეშად ასე, რომელსაც არ შეხებია ეს ყველაფერი, უკვე ჭერიც აქვს თავზე და მამამისი რეც ჭალებში რესოციალიზირებულია და რა ვიცი, ვარსკვლავებს ყვითავს. მისი განცდა აი ამ დანაკარგის რაღაცის არის ის რისი არსებობს და აქტიურად არსებობს. ხო, ამიტომ ჩამოეშვა მოგონების ფარდა. ფროიდის, ანუ თუ ფროიდისეულს შევხედავთ, ანუ რაღაცა დაიკარგა. აი როგორც აღвisi, აი რაღაცა დაიკარგა. რომლის ახსნა შეუძლებელია. ანუ რომელიც არის რაღაც წარსულის ნაწილი, სცენა და ის ვერ ბრუნდება. დამთავრდა, მორჩა. ამ სიტყვებში ჩამოეშვა მოგონების ფარდა არის ერთგვარი დაკარგული ობიექტის ტკივილი.
წარსული გადაჭარბებული ანუ წარსულის იდეალიზირება გადაჭარბებული იდეალიზირება ქონიათ ხო აი როგორი მოგონება იცით ძალიან მარტის ვიტყვი იმიტომ რომ კარგად ახლოს არის აი მე მაგალითად სოფელში რო ბავშვობაში ვისვენებდი მე რაღაცა პერიოდი არ დავდიოდი და მოზარდობის პერიოდში ან ბევრი მეგობარი ყავდა ბევრს თამაშობდით რა ვიცი 1000 სიგიჟეს ვაკეთებდით და რაღაც მოზარდობის პერიოდში დასრულების პერიოდში მე წავედი იმ სოფელში მაგრამ იმ სურვილით წავედი იმ სოფელში რაც ჩემს ბავშვობაში იყო და რო შევედი ეს ვთქვათ უბანში რო შევედი დამხვდა სრული სიცარიელი როგორც ობიექტურ რეალობაში ისე ჩემს განცდაში იმიტომ რომ ბევრი ბავშვები იქ აიყო ჩემ დროს ბევრი ბავშვები იყო იმ რაც მე მინდოდა იმას მე ვერ მივიღებდი იმიტომ რომ ეს დრო გავიდა ანუ ჩემი ესე ვთქვათ გაიდეალიზირებული მდგომა აუ წავალ იმას ნახავ ამას ვიზამ იქ წავალ ვიცურავებ ხეზე ავალ კლდეზე ჩავცოცდები რომ მივედი ვერაფერი ვერ გავაკეთე ანუ იმ გაგებით რომ ის ადგილი არ იყო უკვე ის დასრულდა და ამათ კივილი ანუ ძალიან დიდი იმედგაცრუება მომიტანა რომ რატომ მაგრამ იდეაში ახაც ეგ არის რომ მე მინდა მე ვაიდეალიზირებ იმ წარსულის ნაწილს რომელიც არ არის და ნარცისული იდენტობის დაკარგვა ამ სიტყვებში ეს ჩანს მე შემდგომი საინტერესო მე რა მინდა მეტი ამ სიცოცხლის და ლექსების გარდა აი აქ ეს მნიშვნელოვანია ანუ ეს არის ეს რიქონი განსაკუთრებული მნიშვნელოვანია იმით რომ მე რა მინდა მეტი ამ სიცოცხლის და ლექსების გარდა აქ სიცოცხლეზე და ლექსებზე არა ლაპარაკი როგორც ასეთი აქა ერთხელ ლექსი ხდება სიცოცხლე როგორც ასეთი და სიცოცხლე ხდება ლექსი ანუ გულისხმობ იმას რომ ჩემი სიცოცხლე გახდა პოეზიის ნაწილი პოეზია და მეტი არაფერი მეტი სხვა არაფერი არ არსებობს იმიტომ რომ მე ამაში ჩავდე ყველა ჩემი არსება და თუ ეს დაიწვება უხეშად რო ვთქვათ მეც დამწვარი ვარ ძალიან კარგად შემიძლია შევადარო მაგალითად მე რომ ვინვესტირდები ჩემს შეყვარებულში მეგობარ ქალში ან მეგობარ მამაკაცში თელს ჩემს სულს ესე ვთქვი ჩემს ლიბიდოს ჩავდებ იმ ადამიანში მთლიანად რაც კი მაქვს და ის ადამიანი რო ადგება და წავა მე ვარ გამოშიგნული მე ვარ მკვდარი იმიტომ რომ ამ დროს არ ვარსებობ ეს იწვევს მელანქოლიზაციას წვავე მელანქოლიზაციას და ამ დროს მე ვბრაზობ საკუთარ თავზე იმ ობიექტის გავლით და საინტერესო ისაა ეს რომ მე რა დავკარგი არ ვიცი ანუ ვიცი რომ ვიღაცა წავიდა მაგრამ რა დავკარგი არ ვიცი ანუ რა წაიღო არ ვიცი რომლის შევსება შეუძლებელია ნუ დაახლოებით ამას წააგავს რომ აი ტერენტისთვის ლექსი იყო ის რომ ის არ გაქრება ანუ ის ანუ ლექს რო ნახავს ვიღაცა ის არსებობს თუ ის არ იქნება ლექსი არ იქნება ის არ არსებობს შუადღეა და მივდივარ ასე ეს დრო როგორც დისოციაცია ანუ ამ შემთხვევაში როგორ მდგომარეობა იცი როცა მე ანუ შუადღე როგორი აღქმა დღის არც თავია არც ბოლოა ხო დაახლოებით აი რაღაც გარდამავალი ნაწილია რომელიც ცოტა გამოსულია რეალობიდან სადღაც ხო აი რაღაცა დგახარ არც იქით ხარ არც აქეთ ხარ თითქოს და ამოვარდი კონტექსტიდან ანუ თან შუა დღე ხო ეს
თან როგორ მე მივდივარ, სადღაცას მივდივარ, მაგრამ სად მივდივარ არ ვიცი, დაკარგული ვარ. დისოცირებული ვარ, გასული ვარ რეალობისგან. გზა არ მაქვს. სად უნდა წავიდი არ ვიცი. ხო ეს აქ პირდაპირ მნიშვნელობით ხო არ არის საუბარი როგორც ასეთი გზაზე სადღაცას. აქ საუბარია ჩემს აღქმაზე, ჩემს ცხოვრების აღქმაზე. იმ ნაწილზე, რომელსაც მე განვიცდი. ხო? მე ლექსები გამაფრენენ ცაზე. ენა როგორც რეალობის წარმოქმნელი ძალა. მე ლექსები გამაფრენენ ცაზე, რას გულისხმობს, ხო? სუბიექტი აღარ ფლობს ლექსს. მის ფლობაში არ არის ლექსი. ლექსი ფლობს სუბიექტს. და სიტყვა ხდება ეს თქვა მამოძრავებელი დრაივის, მოძრაობის მატარებელი. თვითონ სიტყვა ხდება ჩემი ქმედება. როგორც ასეთი. და მე ლექსების სიყვარული მომკლავს. ეს არის ზუსტად ის ნაწილი, სადაც მე მაქვს ტკბობა, მე მაქვს ტოლვა ტკბობისკენ. და ტკბობა არის ერთგვარი გზაგასაყარი, სიამოვნება, ერთგვარი გზაგასაყარი, ერთგვარი საზღვარი, მოდი ასე ვიტყვი, სიამოვნებასა და ტკივილს შორის. ამის გაცდენა მინდა. და ეს არის ზუსტად ის ტოლვა სიკვდილისკენ. ის ნაწილი. ეს არის სიამოვნება, რომელიც ხდება სიტკბოს. არის სიამოვნება, რომელიც აწარმოებს ტკივილს, მათ შორის. არის სიამოვნება, რომელიც მიღმა მდებარეობს, აი ამ სიტკბოსა და ტკივილს მიღმა მდგომი პროცესი არის. რომელიც არასდროს არ დგება. იმიტომ რომ თუ დააკვირდებით, რაც არ უნდა ნასიამოვნები ვიყოთ, დანაკლისის გზნობა ყოველთვის გვაქვს. ბოლომდე ვერ ვისიამოვნეთ. ხომ ბოლომდე უნდა დავიხარჯო. ბოლომდე უნდა ვისიამოვნო. ბოლომდე ვერ შევდივარ ურთიერთობაში. მე ყოველთვის მიჩნდება ეს კითხვა, ეს ბოლომდე რა არის? ხო, რა არის ბოლომდე? იმიტომ რომ ეს არ არსებობს. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გვექნება რაღაცა დანაკლისი, განვითარების პროცესი წყდება, აღარ არის რა. ნულოვან მდგომარეობაში დავდივართ რა, სულ ტკბობაში. ბავშვი რომ კერძს მიირთმევს, განცხრომაში რომ არის, ხო? და უმოძრავ მდგომარეობაში არის. თუ ხარ და თუ თითქოს და გასულია. არ სტრიალებს, არც ხმას იღებს, არც კურსუნებს, არაფერს ძალიან იშვიათობა, მაგრამ ასე ხდება. ეს ნულოვანი მდგომარეობა არის რა, რომელშიც მოქმედება არ არსებობს. სადაც მოქმედება არ არსებობს, ის სიკვდილია. ობიექტურ რეალობაში. თუ მე რამე არ მომძრავებს, მე მკვდარი ვარ. ხო, პირდაპირ მნიშვნელობით არ ლაპარაკობ ახლა. სულიერადაც, ფიზიკურადაც. ამიტომ მე სულ ჭირდება დრაივი, რაღაცა მოძრაობა. და ტერენტისთვის იყო სიტყვა. და უფრო ზუსტად ვთქვა, სიტყვა მოძრავებდა, ესე შეიძლება შეხვდეთ. სიტყვა მოძრავებდა ტერენტის. იმიტომ ის თავის თავს ამ სიტყვაში ხედავ. მიხდით ხო, რას გულისხმობ? თუ გადავამეტე. თუ შევაფასეთ, დასასრულს თუ გავაკეთებთ, ესე იგი, მოკლედ რომ შევაჯამოთ ლექსის წარმოდგენა, ხო? მელანქოლიური სუბიექტის თვით დასახელება. ვარ ყოველთვის კენტი. ამ საკუთარი განაცხადის შემოტანა. საკუთარი არასრულობის აღიარება. დაკარგულობის ფარდა, მოგონების ფარდას რო ამბობს, ხო? ამ წარსულის იდეალური სურათის შექმნა. ამ პროცესში მე ვარ დაკარგული. აღარ ვარ.
სიმბოლურობის შემოტანა ლექსების გარდა, ანუ ლექსი ხდება სიცოცხლის ნაცვლად, ანუ როგორც აღნიშნეთ, ხო, იმ მომენტში ლექსი არის სიცოცხლე. მორჩა, დამთავრდა, სხვა მეტი არაფერი. და დროის რღვევა და ენის ძალა და სუბიექტის განდევნა, ანუ ლექსები გამაფრენენ, ანუ ამ დროს ლექსი განდევნის სუბიექტს, ამ დროს მე ვქრევი. და ჩემი ლექსი აგრძელებს ცხოვრებას. ანუ პატერენტის სიკოთებს, როგორც ასეთი განხილვა თავიდან ბოლომდე, აი შემოქმედებიდან გამოდიოდა, რომ ბევრი არ ვიცით არც მის დიაგნოზებს და არც კი ბატონო. მეტნაკლებად გამოდის, ერთად ვარაუდობთ, მაგრამ რაღაც ხრივ გამოდის. მე მაინტერესებს აი როგორც ფსიქოლოგი, აი თქვენ თუ იყენებთ ხოლმე აი ხელოვნებას, აი პრიმიტიულ დონეზე მაინც რაღაც უბრალო ჩანახატი ან რა. მე თვითონ თუ პაციენტს თუ ვაკეთებინებ? მე თვითონ. ხო, პაციენტს თუ ვაკეთებინებ. პაციენტს თუ ვაკეთებინებ. სათვის რომ ეს რაღაც შინაგანი ბუნება რაღაც თუ მე მუშაობ ბავშვებთან და მოზარდებთან, ბავშვებთან და ნაკლებად მოზარდებთან, კი ბატონო. თუ დასრულებთან მუშაობ, არის რამოდენიმე მიდგომა ამისი, ნაკლებად ძირითადად ვიყენებ კლინიკაში და კიდევ ორ ადგილას და მცირე რაოდენობით. თუ ვისაუბრებთ სუფთასახით ანალიტიკურ პროცესს, იქ რაღაცა ბავშვებს არ ვეხები, დასრულებს ვეხები, ხო? იქ ძირითადი პროცესი არის მოსმენა. დაიქაც ალბათ აი წამოწდენ რომ ხსენ კი ბატონო. კი ბატონო. და პლუს ამას თუ ახლა ჩემს პაციენტს უნდა ლექსი მომიყვეს პირობითად. ოკეი. მომიყვეს. ხანდახან არის რომ მაგალითად ბეტყვის რომ ფილმებით მელაპარაკებ. ანუ მაგალითს ლაპარაკობ. არხიც მისთვის დომინანტური და კომფორტული. კომფორტული, ხო, აი მაგალითად მეყვება აი ქვევრი, ხო გაყოლას ნახეს ფილმი. ძალიან ცეთი. ძალიან მარტივი, კარგი ფილმია. ცოტა დიდი შინაარსით. და მეყვება მის შინაგან განცდას ფილმიდან ქვევრი. სადაც ის მამაკაცი ამ ქვევრში არის გაჭედილი. ხო, მე ვაძლევ ამის საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს ხო მისი სიმბოლური ნაწილია, ეს ხო ვერ მეტყვის რაღაცას, რაც მას არ უნდა რომ ითხრას. მაგრამ მეუბნება სიმბოლოებით. მაგალითად, ჩემი ერთი პაციენტი იყენებს საუბარში თუნდა მისი განცდის აღწერა შეიძლება ბევრი სიმბოლო შემოიტანოს, მათ შორის ლექსი. ნორმალია, იქ რომ მოდის დაჯექი და დამიხატე პირობითად ლაპარაკობ, ან დამიწერე, ამას არ ვაკეთებ. კვლავ ბავშვებთან უფრო მარტივია და მოზარდებთან რომ გაიხსნას და ლაპარაკი დაიწყოს. სულ ცოტა სხვა მიმდინარეობს, მაგალითად დამოკიდებულებაზეც მუშაობ კლინიკაში, მაშინ უბრალოდ ემოციური რელაქსაცია რომ მოხდეს, შეიძლება გავაკეთოთ, თუ ექნება სურვილი. მაგრამ ბოლო პერიოდში დიდი ხანია არა, მაგრამ ამდენი ხანია დასრულებთან არ გამიკეთებია. ვაძლევ საშუალებას თვითონ გამოიტანონ ეს. არის კარგი, ძალიან კარგი მეთოდი არის ქვიშა თერაპია. იდეალურია, შემოქმედებით აქტში, არტ თერაპიაში შედის, ძალიან კარგი რამეა. ნუ ჩვენ ვქნით ქვიშაში ჩვენს განწყობებს სათამაშოების საშუალებით. თამაშობთ ქვიშაში, უხეშად ვთქვათ. გალაქტიონის დამოკიდებულებას ხოლმე ვეთქვი. გალაქტიონის თანაცხოვარ რაღაცას ხოლმე ვეთქვი. იქ ასეთი მძიმე ეპიზოდები არ არის. სხვათვის მაგას დავფიქრე. იქ არ არის ეს. კაც უფრო მეტად აი გაფრენილი უნდა ქონოდა გალაქტიონის უხეშად რო ვთქვათ, მაგრამ ისეთი მძიმე არ არის, როგორც არა, იქ გალაქტიონის ლექსები რო წავიკითხოთ პირობითად ლაპარაკობ. იქ უფრო კი, ხო, მაგრამ თავი მოიგეთ. იქ უფრო ლირიული ტრაგიზმია ესე დავარქვათ, ხო? მაგრამ როგორც ასეთი რომ რაღაც ასეთი მწვავე ფსიქოტური ჩანართებით, ძიმე მელანქოლიური პროცესებით იქ არ არის, იქ სხვა პროცესები წავიდა, სხვა მდგომარეობა იყო. იქაც არის სიკვდილზე საუბარი, მაგრამ იქ ისეთი არ არის, ისეთი შემაძრწუნებელი არ არის. მესაფლავე სიკვდილზეა საუბარი, მეტი რაზეა, დავიწყებაზე, გლოვაზე, უარყოფაზე, მაგრამ იქ არ არის მელანქოლია, იქ გლოვაა და გლოვა განსხვავდება მელანქოლიისაგან. გლოვა რა არის, რომ ეს არის ერთგვარი ტესტი, ერთგვარი
მდგომარეობა, სადაც მე გავდივარ პროცესს, რომ ვაღიარო რომ ობიექტი მოკვდა. დავთავრდა. რომ მე ჯერ თავიდან არ ვიღებ ამას, დანაკარგტირი. საკუთარ თავსა, იმ მომენტში დანაკარგტირი. მაგრამ მე გავდივარ ამ გზას, რომ საბოლოო ჯამში ვაღიარო, რომ დასრულდა. გავიდა. და მე კარგად ვარ. კარგად გულისხმობ, ჩემი სიცოცხლის დრაივი მიდის, აქტიური ლიბიდო მეუნება რომ იცხოვრე, წადი იარე, ეს უხეშად. მაგრამ მელანქოლიაში რა არის, რომ იგლოვა არ არის. ძალიან წააგავს, მაგრამ გლოვა არ არის. იქ რა არის, მე ობიექტს ვკარგავ. ეს არის ნარცისული დანაკარგი. ის ობიექტი ხდება ჩემი თავი, ანუ ეს ობიექტი ხდები მე და მე ვკარგავ ჩემს თავს, რაც იწვევს ჩემში მე საკუთარი თავის ბრას. აგრესიას და სულ მეუბნები ჩემთან, შენ ცუდი ხარ, შენ არ ხარ ღირსი, რომ რაღაცა გქონდეს ბედნიერება, შენ არ ხარ ღირსი, რომ ეს იყო, შენ უნდა ჩაკეტილი იყო, შენ და ანუ მელანქოლიური მდგომარეობაში ადამიანი ეს ფიზიკურად გლოვის პროცესი არ არის. ეს იქ ყოფნის პროცესი არის. ამიტომ მაშინ რა ქვია მაგას გალაქტიონში გლოვას ჩარჩოები არის, მეტი სიყვარული არის, ხო? მეტი ის არის როგორც ლირიული ჩართვები არის, იქ დეპრესიული ნაწილი არ არის. ობიექტებიც მეტი. მეტი ობიექტები არის. იქ ნარცისული ნაწილი მაღალი არის. აი იქ ნარცისული ნაწილი მაღალი არის და მისი კტომაც ერთგვარი ნარცისული ნაწილი იყო. თვითმკვლელობის ნაწილი. როგორც მაგალითად ტერენტიში ნარცისული ნაწილი მაღალია, დიდია. მისი გრანდიოზულობა მაღალია, მაგრამ რატომ აიცით, რომ მე საკუთარი თავი ჩააქვესკნელოს, ანუ ეს ამ გრანდიოზულმა ნაწილმა უნდა გაანადგუროს. აი მელანქოლიის ნაწილი აქ არის. ეს მოკლოს. ამიტომ ეს დიდი განსხვავება, თუმცა ერთმანეთს თავისთავად ყვადრიდა, ესე ვთქვათ. უფრო მეტი ვარო ეძახდა კიდეც. ხო. საინტერესო კაცი იყო, ჩემთვის საინტერესო პიროვნება, თავიდან ბოლომდე. გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზი. ხო, ესეც ხო ესეთია რა ქვია. მაგრამ ესეთია, ანუ თვითონ პიროვნულადაც ესეთი იყო რა, მოწყვლადი, ზედმეტად მურიდებული, მაგრამ ამავდროულად რაღაცეებში ხისტი, ესეთი ვერ გაიგებდი, მოკლედ როგორ უნდა დალაპარაკებოდი რა, ესე უხეშად. ისე ვთქვი. ხო, გვირგველია იყო გვარად. ისე ვლაპარაკობ, ხო და კარგად ვიცნობდი. ხო, მოკლედ ხო, ეს ხო თვითონ ფსევდონიმიც კი როგორი ხო, ანუ რაღაცა ვკითხულობდი, ერთი რომ ეს გრანელის ორი მოსაზრება იყო რაღაცა. თვითონაც ტიპაჟურადაც ესეთი რაღაცა მისტიურია რა, თავისებურად მისტიურია. ალბათ მაგიტომ არის საინტერესო. ანუ ერთი რომ გრანელი მარცვალთან ასოცირდება, ეს გრანის თემატიკიდან და მეორე რაღაცა ყვარებია, როგორც ახსოვს, ოპერის მომღერალი, რომელთანაც ურთიერთობა არ გამოვიდა თუ არ შედგა თუ რაღაცა, ამიტომ დაერქვა ეს ნაწილი. ანუ ეს ადამიანი როგორია, იცით რომ აი კიდეც იცი. რაღაცები იცი. მაგრამ ბევრი რამე საერთოდ არ იცი. ანუ რეალობაში არ არის, მოკლედ ვთქვათ. ეს შეიძლება ითქვას. უკაცრავ ერთი კითხვა თქვენთან. აი, ოღონდ პირადად თქვენთან მაგ არის სხვა სამიხები. აი, მაგალითად თქვით, სკოლაში სკოლის მოსწავლე ვარ და მყავს ერთი მასწავლებელი, რომელმაც რამდენიმეჯერ ახსენა, რომ მასწავლებელი იმიტომ გავხდიო, რომ მომავალ თაობას ის გადავცე და ის ვასწავლო, რაც ჩემმა მასწავლებლებმა ამის უფლება არ მომცეს, რომ ეს ისწავლებინა ჩემს სურათ. თქვენც იმავე მიზეზს გამოვხდით ფსიქოლოგი, რომ ის იმის უფლება მისცეს. ასეთი ალბათ ეგეთ ფიგურა ბავშვობაში. ახლა ვიტყვი. ასეთი ალტრუისტული სურვილები არ მომოძრავებდა. შეიძლება ასე ითქვას. ანუ ის რომ მე ასე ვიტყოდი, ალტრუისტულ ნარცისული სურვილი არ მომოძრავებდა, რომ მე ყოფილიყავი დამხმარე ან მხსნელი. ალბათ მე იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვეძებდი ჩემს თავს. ალბათ ეს იყო. ხო, ეს იყო.
აი როცა რთული პერიოდი გქონდათ, არ გყოლით ესეთი ადამიანებისთვის დაელაპარაკებოდით? როცა რთული პერიოდი მქონია, ფსიქოთერაპევტი ჩემ დროს არ იყო. ანუ ყოველში ისე რომ მიხვიდე და მქონდეს ურთიერთობა, ეს ფუფუნება არ იყოს. ოჯახის წევრი ვლაპარაკობდით ალბათ. კი. მაგრამ არ ყოფნიდა. არ ყოფნიდა. ანუ მე შეიძლება ვთქვა, როცა ვლაპარაკობ ძმასთან, აგერ როცა ანუ ის პერიოდი იყო როგორი პერიოდი, იცით? იქ არ იყო ფსიქოთერაპიაზე საუბარი. იქ იყო პერიოდი როგორ გადარჩე. ანუ იქ მაღალ სულიერ საკითხებზე ძალიან რთული იყო საუბარი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გადარჩენის ინსტინქტი იმდენად დიდი იყო, რომ იმ პერიოდმა ბევრი ადამიანი გაერთიანა. მიუხედავად ერთმანეთის ჭამისა. ხო, გულწრფელად ჩემი თქო, რომ ხალხი იკრიბებოდა, აშდებოდა, უფრო მეტს ლაპარაკობდა, უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდა თუ ვის, ანუ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ახლა არ გცალია დრო, ვის ეცალა ამის, მაგრამ ეს საჭიროება იყო, რომ მე შენთვის ხელი მომეკიდა, რომ მეთქვა, რომ იცი რა, მარტო არ ვარ, ან მარტო არ ხარ, მოდი, კატასტროფა იყო. საჭმელია ნორმალურად არა, შუქი არა, ანუ როცა არსებობს სოციალური სიმძიმე და არსებობს დაუცველობის მწვავე განცდა, იქ რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ შენ შფოთვა გაქვს და მოდი ახლა ამ შფოთვაზე ვილაპარაკოთ, ან შენ მოდი ვისაუბროთ, ვიცი, ისე სხვათა ტერენტიზეც ლაპარაკობ, ფილოსოფიურ საკითხებს ლაპარაკობ, რაღაცაზე, რაც შენ სულიერ ცხოვრებას შეცვლის, ამისი დრო არავის არ ქონდა. და თუ ეს ხდებოდა, ეს იყო რაღაც სასწაული. 1000-ში რა? არა, სხვათა შორის როგორი იცით, აი ლიტერატურის საღამოები იწყებოდა, დადიოდა ხალხი. სახლში მოდიოდნენ, უკრავდნენ, მღეროდნენ. სანთლის შუქზე ხალხი კითხულობდა. იყო, მაგრამ არა იყო იმის რომ გადარჩენილიყავი. და არა იმიტომ რომ გაზრდილიყავი სულიერად. და იყო იმიტომ რომ გაქცეულიყავი რეალობისგან. ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება იყო რა წიგნი. მე მახსოვს ხუმრობდი ხოლმე, რომ სანამ მამაჩემმა ტელევიზორის სახლში მოვიდა და დვიჟოკი, გახსოვთ დვიჟოკი? შუქი შემოვიდა, მანამდე მე წიგნებს ხელიდან არ უშვებდი. როგორც კი ეს ორი რამე გაჩნდა, ჩემი კითხვა მაშინ დაიწია უკან. იმიტომ რომ ჩაანაცვლა რაღაცა სხვა, ცუდია, მაგრამ ეს, ანუ, ჩემთან ეს მოხდა. აი უმორით ვამბობ. უფრო ნაკლებს კითხულობდი, უფრო მეც უყურებდი და რაღაცას. დღეს უფრო მეტი სიმძიმე არის. დღეს ფიქრობ, რომ დღეს კითხვა, დღეს ეს ვქეთ, მარტივია ჩავწერო. მე გამზადებული პასუხი მივიღო და უფრო საინტერესოა ეს, რომ ის გამზადებული პასუხი რომ მივიღო, კი არ გადავამუშავო, ანუ დავამუშავო, ჩემთვის ინტერპრეტაცია გავაკეთო, გადავამუშავო, გავჩარხო, მოვამზადო, რა ვიცი, რაღაცა გავაკეთო. არა, ეს იყო, ავიღე, კოპი. ხო, აი, ამოვიღე, ჩავდე და ყველა ესეთ ლამაზად ლაპარაკობთ, მაგრამ რას ლაპარაკობთ ღმერთნაიცის. სამწუხაროდ ეს ასე. იმიტომ რომ ამით ალბათ იმიტომ რომ გამარტივდა ყველაფერი და ეს სიმარტივე გვაიძულებს რომ გავზარმაცდეთ. მართლა გვაიძულებს რომ გავზარმაცდეთ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ აი ამ საქმეს რო გავაკეთებთ, იმ საქმეს უფრო მევასწრებ და ამას რო თუ დაგვირგვ, ამას რო ვაკეთებთ, იქით ეს საქმე მაიჩება გაუკეთებელი. და ვამბობთ რომ აი დღეს არა ხვალ, აი ზეგ, იმიტომ რომ ხო ვიცი რომ იქ ჩავგუგლავ, ვიცი, თუ რას ვიზამ, ის მომცემს და საფოლო ჯამში ვჩები რომ გაღიმებული, იმიტომ რომ არ გავიკეთებია. და ეს იმ ფილმში რომ არის, მულტფილმში უბრალოდ თქვა ქართულში, ნახევარ ქათამაში, თუ არ ვშტები, ეს სამუშაო არსაწავა ამ დღის არის ხვალეც. აგური ტალახში რომ არის. ხო, ეგ არის. ოქროს კვერცხი, ხო, ოქროს კვერცხი, ხო, ოქროს კვერცხი. ხო, ეგ არის. კეთილი. კი ბატონო.
ჩვენ საუბარი თავიდან ჩვენ შეხვედრა რომ დავიწყეთ დაიწყება ესეთი ფრაზა რომ გარკვეულ ზღვას უნდა გადავიდეს პიროვნება რომ შემდეგ მან გარკვეული რაღაცა ნიჭები გამოვლინოს ხო თავს ხელოვნებაში და აი თქვენი პროფესიიდან გამომდინარე ესეთი კითხვა მაქვს რომელი უფრო ხშირია როცა ადამიანი იწვევს რაღაც მოვლენებს თავის ცხოვრებაში რომ მე აი ეს ამბავი დაიბრალოს და გამოამჟღავნოს თუ გარემოება უფრო მოქმედებს ახლა ასე რომ ვთქვათ, მარტივად რომ ვთქვათ. ადამიანის ფსიქიკა არის ყიფე. თავისი არსით. მე შევადაროთ ბრილიანტს. და ბრილიანტი რაც არ უნდა ვაურტყათ არ წყდება, ხო, ერთ-ერთი ყველაზე მყარი ქვა არის. მაგრამ ბრილიანტს აქვს ხანდახან ბზარები. და ზუსტად იქ წყდება, სადაც ის ბზარია. ადამიანის ფსიქიკაც ასეთია, ჩვენ არ ვიცით ჩვენ შიგნით რა ხდება. ჩვენ ვიცით რა სტრუქტურის მატარებელი ვართ, შეიძლება ვიცოდეთ. ჩვენ ვიცით ჩვენი შეგრძნებები, განცდები და ასე შემდგომ, ნაწილობრივ. მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებმაც შეიძლება ისეთი პროცესები მოახდინოს ჩვენში, რომ ზუსტად ის ბზარი, რომელიც გქონდა სადღაცას, რომელიც შეიძლება ცხოვრების ბოლომდე არც გამოვლინილიყო. ის იმ ადგილზე მოახდინოს გავითარება, ჩართვა, მოგლოდ ასე ვთქვა. მაგრამ ეს ასე არ არის, რომ მე იქ რაღაცა მაინც ჩემი სტრუქტურაში შეიძლება ეს იყო რაღაცა ჩემს გავითარებიდან და უბრალოდ გარემოებები შეიქმნა, რაღაც ან დამიცვა, ან დამიგროვა და საბოლოო ჯამში მოხდა ჩართვა. მიბიძგა რომელიღაცა გარემოება. ან ჩემმა შინაგანმა პროცესმა, ან მაგალითად რომელიღაცა ჩემმა უფროსმა მითხრა რომ შენ უვარგისი ხარ. და ჩემი უფროსის სიტყვა შენ უვარგისი ხარ, ჩემთვის იყოს ჩამრთველი გამახსენდა ეს პირობითად. მამა, რომელიც არ მახსოვდა, რომელმაც მე მითხრა რომ ისეთი რამე მითხრა, რაც ჩემთვის იყო ტკიდული და ამან ყველაფერი ჩამომიშალოს და ძალიან უტრირებ, მაგრამ მაინც ეს ერთი ქვა რო ჩამოვა და მოყვება ვერ მთახოიც, აი ესე ჩამოყვეს ყველაფერი და თქვა რომ საერთოდ არაფერი არ მინდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თანხმობა იმ გარკვეულ მოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა თუ გვექნება უარყოფა, ჩვენ შეიძლება პროექტი გავაძლიეროს. კი ბატონო. ანუ შეიძლება ვიღაცა რო მითხოს შენ ცუდი ტიპი ხარ პირობითად ლაპარაკობ. მე თუ შენ განახებს ეს მე როგორი ცუდი ტიპი, როგორი კარგი ტიპი ვარ და ყველაფერს დავანგრევ. საკუთარი ჯანმრთელობის ჩათვლით. ხო და დავამტკიცებ რა, საბოლოო ჯამში ის უფროსი მაგრამ იდეაში მაგდროსაც ეთანხმები გარკვეულწილად. იმიტომ რომ შენ მისი სიტყვის გავლენით მოახერხე. რა თქმა უნდა. მანამ სანამ ჩემს გავლენას ახდენს სხვა, ანუ სანამ მე ველოდები სხვისგან რაღაცას, მე მაშინას თქვი და ახლაც ვამბობ. ეს არის ყოველთვის ერთგვარი ქვიშაზე დგახარ, ანუ მყარი არ არის. იმედია რომ დღეს თქვენ ჩემზე იტყვით რა კაი ბიჭია და აღრთოვანდებით. დღეს რამდენად აღრთოვანდებით, ხვალ ორჯერ მეტად იტყვით რომ ეს ვინყოფილა რა საშინელია და მე თუ დავეყრდნი თქვენს აღრთოვანებას და ან თქვენს რეაგირებას, მე საკუთარ თავს კარგავ. რა უნდა გაკეთო მაგ? მე უნდა ვიცოდე რომ მე ვინ ვარ. მე უნდა ვიყო მზად იმისთვის რომ თქვენ რო ტაშ დამიკროთ, მე არ უნდა მქონდეს თავში. აი მე რა კარგია. ხო, უბრალოდ ეხო პროცესია. პროცესში მე ხვდები რა ხდება. აი მაგალითად მე დღეს ხო აი მცირე შფოთვა მქონდა და ვიტყვი რომ ეს იყო სულთა ნარცისული შფოთვა, პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ ეს ასე არის, იმიტომ რომ გამოდიხარ ყვები, ელოდები შეფასებას და ეს შეფასება შენ გაიწულებს იფიქრო ის ქნა, მანერა შეიცვალე, ხმარ თქვა, იქ რაღაცა ის რო წავა ასე ფიქრეს, მე მithumetes ჩემს შფოთვას ემატება აქ იწერს. ხო? და ეს ხო აქ თქვენთან ეს თავდება და წახვალ და მაქსიმუმ 3-4 ადამიანს იტყვით, ან კიდე არავის არ ეტყვით პირობ, სად მოხდით და რაღაცა. ან რაღაცა, მაგრამ ეს ხო იწერება. მე ეს იდება და ეს კიდე ვიღაცა სხვა უნდა უღუროს, ხო პირობიდან და მე ანუ წარმოიდგინე როგორ აყვები ახლა ამ პროცესს, მე თუ ცოტა მყარად არ ვდგავარ ჩემს თავში, ანუ ესე იგი მე ვერაფერი ვერ უნდა გავაკეთო. ხო და
ამიტომ ეს ტკივილი ეს ხომ ტკივნეულია ცოტა. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტანჯველი. ოკეი, ხო. რა გავაკეთო, ასეთი ვარ, რა ვიყო. ამიტომ მე თავს არ მოვიკლავ. მაგრამ 7-8 წლის უკან ჩემი ფეხი ეგ არ იქნებოდა. ან იქნებოდა. ოღონდ წინა 3 დღე იქნებოდი ცუდად. და შემდგომი 3 დღეს იქნებოდი ცუდად. ასაკს რაღაცა მოაქვს. ასაკს არა. საკუთარ თავთან მუშაობას ხო? საკუთარ თავთან მუშაობას, მაგრამ მე მგონი ცოტა წლებსაც რაღაცა ცოტა. ცოტა მოაქვს, იმიტომ რომ მუშაობ და მაგიტომ მოაქვს, თორე მე შემიძლია 45 წლის ვიყო დღეს. მაგრამ ისეთივე განცდა მქონდეს როგორც 25 წლისას. მაგალითად, მე შევეხებით ამას, მე პირად ანალიზს გავდივარ 7 წელია. ანუ 7 წელია თერაპევტთან დავდივარ. ოღონდ იგი 7 წელია რა, ბავშვობის არა. ახლა 7 წელი. ეს მეხმარებას დაში. და აი ამ რაღაცა ბავშვობის რაღაცა პროცესების გადალაგებაში. მაგრამ ეს საჭიროა, იმიტომ რომ მე როგორც თერაპევტი მე ჩემი რაღაცები არ უნდა მივაბაჭო ეს პაციენტს და რა ვთქვა, აი შენ რომ ახლა ასეთ ხასიათზე ხარ, თურმე იმის ბრალია და თურმე მე იმისეს კი არ ვამბობ. ჩემსაც ვამბობ. და იმედგაცრუებული ხარ სოფელ. აი თუნდაც ხო რა. რისკი შემთხვევით გესმის ადრეში. ხო, მაგრამ თქვენ რატომ დაგჭირდებოდა თერაპევტი? მეც ხას უსვა, მეც ადამიანი ვარ. არა, ეგ არ მოშევს. არ არსებობს პირდაპირ ვიტყვი, არ არსებობს ცოდნა რაიმე სახის, რომელიც გეხმარება და ხელს არ გიშლის. ცოდნა სჭირდება გაცნობიერება. და ეს გაცნობიერება არის რა პროცესი, რომ მე მდგომარეობაში ვარ, რომელიც უნდა მივიღო, გავატარო, გავაკეთო. მე ვიცი რომ დღეს მაგალითად თუ ცოტა თუ გული არ მიჩქარდა, ესე იგი მე ვარ შფოთვაში. ვიცი ეს და უფრო მარტივ ობსესიური პაციენტი რო ავიღოთ. ანუ ვისაც აქვს აკვიატებული აზრები. იმ ადამიანმა იცის რომ ეს სისულელეა. ანუ იცის რომ არაფერი მოუვა, იცის რომ არაფერს არ ნიშნავს, მოგიყვება კიდეც. რომ არა, ეს არ უნდა იყოს. ისიც იცის საიდან მოდის, რატომ მოდის, რამ განაპირობა, როგორ უნდა იმუშაოს. მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს. კითხვა ის რატომ? იმიტომ კი რომ ცოდნა აქვს ან არ აქვს. იმიტომ რომ ის უკან კიდე რაღაცა დგას, რასთან ურთიერთობა ერთი რო არ უნდა და მეორე რომ ეს უფრო რთული პროცესია. რაღაცების აღიარება მოგიწევს მე კიდე. და მე მივხვდი რომ შენი ობსესიური ნაწილი საერთოდ კავშირში ჭიქას აწევს 3 ჯერ თუ დადებ. იქ რაღაცა სხვა აქტია.